მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგზავნებთ მუშაობას და დღეს უნდა გავაკეთოთ ერთგვარი შეჯამება შემოკლებული გამრავლების ფორმულებით და ამაში დაგვეხმარება 469 ნომერი. რამდენიმე მაგალითია მეგობრებო ახლა აქ და მოდი დავიწყოთ ჯერ თითოეული მათგანის განხილვა და ძალიან რუტინა თუ გამოდგა და დამღლელი, რომ შეიძლება ცოტაში ვამსუბუქოთ. მაგრამ მოდი ჯერ მივყვეთ 470-ს ვარჩევთ ახლა ჩვენ და პირველი მაგალითი. ნუ რადგანაც ეკრანზე ჩავა მეგობრებო, ჩვენ ამ დროს არ დავკარგავთ და ამ სამუშაო დაფაზე აღარ გადმოვცეთ მაგალითს, პირდაპირ გავ. როგორ შეგვიძლია ახლა მოვიქცეთ, შეგვიძლია ეს მოქმედება დავყოთ. ეს პირველი ნომერია და რაღაცა პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება, მესამე მოქმედება და ნელ-ნელა ჩავყავთ როგორც მაგალითად, აი დიდი მაგალითები რომ არის ყვავილიზეშიც, თოფურიაშიც მოცემული გრძელი წილადებზე, პასუხიც რომ ვიცით და ნელ-ნელა მოქმედებებით უნდა მივიღოთ მოცემული პასუხი. ახლა პასუხი არ ვიცით, მეგობრებო, მაგრამ მოდით აბა გავყვეთ, დავაკვირდეთ რა იქნება. პირველად ალბათ ჩხილში მოქმედება აჯობებს, წილადი არის მეგობრებო, კლასიკურად ახლა წილადს როგორ ვამუშავებთ ჩვენ, უნდა გავაერთმშნელი ამ თუ საერთო მნიშვნელი არა აქვთ, საერთო მნიშვნელამდე მიდის აი 5c-1 და c+1, აი პირდაპირ ახლა მარტივად არ დაიყვანება. ერთი და იმავე მნიშვნელამდე უნდა გაერთმშნელიანდნენ, ანუ იქნება 5c-1 ჯერ c+1 გავერთმშნელიანობთ ახლა საერთო მნიშვნელი გაიყოფა 5c-1 არის c+1 გამრავლდება c+5-ზე და 5c-1 c+1 გამრავლდება c+1-ზე არის 5c-1 გამრავლდება აი ეს გამრავლდება ამას ხო რა გამოვა ეს პლუს c+5 ზემოთ დადებითი ნიშნით იყო და გამრავლდება 5c-1. მოდი მივიყავთ ახლა ეს ფრჩხილი ბოლომდე და ამ ფრჩხილის შედეგს მერე გავყოთ c² + 5 შეფარდებული 1-5c-სთან. აი, მოდი ჯერ რიცხვას მივხედოთ, c ჯერ c, ნუ ეს იქნება c² + 5c + c, თუ ამას მოგობრებო კარგად გავხსნით ფრჩხილს, პირველ ფრჩხილს ასეთ პასუხს მივიღებთ. მეორე შემთხვევაში ეს იქნება 5c² - -c + 25c, ანუ +24c არის მეგობრებო და -5. 5 ხუთს აბათილებს ოქროები. ხო, მოდი ნიშნელი გადავწეროთ, და გვეზაროს 5c-1 ჯერ c+1 და რა მივიღეთ? მსგავსი წევრებით c² და 5c² შეერთება იქნება მეგობრებო ეს 6c². მერე 6c და 24c-ს შეერთება ეს რომ დავკვირვოთ იქნება 30c. 5c-1 და c+1, მოდი გადავიდეთ. ახლა მეორე მოქმედება რა იქნება მეგობრებო? მეორე მოქმედებისთვის ავდგებით და ამ მიღებულ შედეგს, მოდი ახლა გულმა უნდა გვიგრძნოს, რომ მოდი გავიტანოთ 6 ფრჩხილებს გარეთ. ზოგჯერ ახლა არ ეყოფა ეგ და არ შეიკვეცება, მაგრამ აბა მოდი თუ გავიტანოთ 6c-ზე თუ გავყოთ. პირველ შესაძლებს არის c, 30c-ს თუ გავყოთ. 6c-ზე არის 5 და მოდი ეს დავწეროთ 5c-1 შეფარდებული c+1-თან. ასეთი ამბავია ოქროები. კარგი, მოდი ახლა რას დავაკვირდეთ აქ ჩვენ. აი უნდა გავყოთ აი ამ წილადზე, ხო? აი ამაზე უნდა გავყოთ, დავაკვირდეთ, ამაზე უნდა გავყოთ. ამაზე გაყოფა რას გულისხმობს? ეს გულისხმობს გამრავლებას, მის შებრუნებულ რიცხვზე, ხო? 1-5c შეფარდებული c² + 5c-სთან და მოდი ახლა ეს აქ მნიშვნელში გავიტანოთ c და ისე დავწეროთ. ნუ იქნება c+5. რა გამოდის მეგობრებო? იკვეცება c+5 ნებისმიერი წილადის მრიცხველი და ნიშნელი, ორი განსხვავებული წილადი შეიძლება შევკვეცოთ, მხოლოდ რა დროს? გამრავლების დროს და ანუ იკვეცება ეს c-ც იკვეცება აქ, ერთი დარჩა აქ, ერთი დარჩა აქ, ერთი დარჩა აქ, მიუთითოთ მაინც. ახლა დააკვირდით. 1-5c-ს
იგივე არა გვაქვს, ხო? მეორე პირველი წლადის მნიშვნელში და როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ? ხანდა ზოგჯერ ამას პირდაპირ ვფიცავთ ასე და ერთგან ერთს დავწეროთ, მეორეგან -1, მაგრამ შეგვიძლია ახლა ერთ ცოტა გავაგრძელოთ ამოხსნის პროცესი და აი მინუსი რომ გამიტანა აქ ჭხილებს გარეთ, ხო აღმოჩნდებოდა 5-ზე დადებითი ნიშნით და 1 აღმოჩნდებოდა უარყოფითით და ეს შეიკვეცებოდა ამაზე. აქ 1 იქნებოდა, აქაც 1, ანუ იდეაში აქ -1-ს მივიღებდით, ესე იგი რა დარჩა რიცხვში მეგობრებო, ეგ აღარ გვექნებოდა ხო, იმიტომ რომ ეს დავწერეთ მისმაკივრად. -1 იქნებოდა რიცხვში, ხოლო ნიშნაში რა დაგვრჩებოდა? c+1. კი ბატონო. და ბოლო მოქმედება მეგობრებო, ეს იქნება ამ გაყოფის შედეგს, ესე იგი მინუს მოდი წინ დავწეროთ, ასე c+1 დამატებული c² + 5 შეფარდებული c+1-დან. ასეთი ამბავი აქვთ. მოდი c+1 საერთო მნიშვნელია, რა იქნება შესაბამისად? აქ იქნება c² + 4. ხო, იმიტომ რომ -1 დაემატება c² + 5 და ბოდიში, უკაცრავად აქ 6-იანი დამავიწყდა, ყველაფერი კარგად ხონდა გადახაზული და 6-იანი მქონდა და დამავიწყდა. შესაბამისად აქ 6-ჯერ -1 იქნება. უკაცრავად ასე იქნება, ასე და მაშინ -6 დაემატება c² + 5, შესაბამისად ეს იქნება c² - 1 შეფარდებული c+1-თან და აქ უკვე ცხადია, რომ c² - 1 იშლება შეუღლებულების ამრავლად. c+1 შეგვეცდა, იქნება c-1. მოდი ახლა მე პასუხებში შევამოწმებ და დავწუნდეთ, რამდენად სწორად გავაკეთე. ვიბრძოლოთ, სწორად გვაქვს გაკეთებული, შეგვიძლია გავაკეთოთ. კარგი. მეორე მაგალითი. დავაკვირდეთ აბა. დიდი ფრჩხილია მოცემული მეგობრებო. აი მოდი აქ ასე ის გავაკეთებ. რა გავაკეთოთ ახლა ოთხკუთხედით დიდ ფრჩხილში, მოდი ჯერ ფრჩხილებში მოქმედება შევასრულოთ. ჩვენი პირველი მოქმედება იქნება, ანუ 2b-ს - a- 2b-a შეფარდებული a-სთან. რა თქმა უნდა, გავაერთმშველიანოთ მეგობრებო, საერთო მნიშვნელი იქნება a. თუ მარტივი საჩვენებელი ახლა ეს იქნება 2ab-ს - a გაიყოფა 1-ზე, არის გამრავლდება a-ზე a² და მინუს აი ეგ. მოდი ახლა რა გავაკეთოთ, იცით? არაორი ვთქვათ, აი მთლიანად ეს უნდა გამოვაკლდეს რა, ხო? ანუ a გაიყოფა აი ამ a-ზე იქნება 1 და ეს ერთიანი უნდა გამრავლდეს მრიცხველზე. მაგრამ დააკვირდით, მრიცხველს წინ მინუსი აქვს და მთლიანად ეს მრიცხველი 1-ჯერ 2b- უნდა გამოვაკლდეს, ასე 2b-. მოდი ასე დამარცვლით დავწერ, ახლა რომ აგერიოთ არ დაგავწყეთ, რომ აი ეშლებათ მე მეგობრებს 2b-ს კი უწერენ მინუს, მაგრამ აი ას აღარ უცვლიან ნიშანს. კარგი, ანუ რა გამოვიდა უქროები? საბოლოო ჯამში 2ab-ს - a² - 2b + a. კარგი, შეფარდებული a-სთან. ნუ აქ არაფერი არ მოქმედებს, ხოჩა, მოდი ვაგრძელებთ ახლა მეორე მოქმედება. 1 შეფარდებული 3a - 6b, ანუ ჯერ გამრავლება უნდა შესრულდეს ფრჩხილების მერე, ხო? უნდა გავამრავლოთ აი ამ დიდ რაღაცა, ხო? წილაძე. ახლა აქ უკვე გამოცდილება უნდა გიკარნახოთ, რომ ამ ხელა რაღაცა რომ მოდის. აბა დიდი ალბათობით ეს უნდა გამარტივდეს. გამარტივება ასეთი წილადებით ხდება შეკვეცით, ხო? აბა რა ხელი სხვა. მაგრამ შეკვეცისთვის აი ახლა ეს წევრი რომ შეიკვეცოს, ესე უნდა დაჯგუფდეს რაღაცა საერთო ფრჩხილებს გარეთ უნდა გავიდეს და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ ახლა რამდენად გვაძლევს ეს მაგის საშუალებას. აი არ გავიტანო ამ ორიდან ხო დარჩება 2b-a. ოჰო, ძალიან კარგი. აი ამ ორხაზიანებიდან თავზე რაც გავუკეთე, მინუსი რომ გავიტანო, დარჩება 2b-a და დააკვირდით კიდევ ქვემოთ დააკვირდით სიტუაციას, აქაც 3 რომ გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, -2b ხო რჩება. ხოდია, 3 გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, -2b რჩება.
ერთიანი დავტოვოთ, გამრავლებული. დავაჯგუფოთ ახლა მეგობრებო, a გავიტანოთ აქ, ეს არის 2b - 1 იქნება, აი თავზე ერთხაზიანები და გავიტანოთ და მოდი მინუს c გავიტანოთ დანარჩენი ორი წევრიდან და გვექნება 2b - a. ახლა აქ ცხადია, რომ აი მეორე წილადში მეგობრებო, 2b - a გადის ფრჩხილებს გარეთ, აი ეს გავა ფრჩხილებს გარეთ, ფრჩხილში დარჩება a - 1, ნუ რატომ? იმიტომ რომ a ჯერ 2b - 1 გაიყოფა 2b - 1-ზე, არ რჩება 2b, აუ, 1 რა შუაშია. რამდენი უყურადღებობა. 2b - a. მერე 2b - a გაიყოფა 2b - a-ზე, ერთიანი დარჩება და ამიტომ a - 1 იქნებოდა. მოდი მექანიკური შესწავლისთვის. ასე ნახეთ. უკვე მარჯვენა წილადში 2b - a მაქვს, მაგრამ აი მარცხენა წილადი რომ გადავიტანო ახლა, ხო? a - 2b-ია. ამიტომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია -1-იც გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. ანუ მინუსს გაიტანდი ამ ორ წევრიდან, ანუ -3 გახდებოდა წინ და 2b - a იქნებოდა უკვე მნიშვნელში. აქ თავისუფლად შეგვიძლია უკვე 2b - a და 2b - a შეგვეცოთ. რა დავჩები? a - 1 დავჩება რიცხვში და -3-ია დავჩება მეგობრებო მნიშვნელში. კი ბატონო. მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენი მუშაობა და მესამე მოქმედება იქნება ამ დიდ კვადრატულ ფრჩხილში მეგობრებო, აი ამ პირველ 4 შეფარდებული 3a-ს. რა, ნუ დამატებაა, მაგრამ ნახეთ ეს დამატება წით ხო მინუსი აქვს 3a-ს, შეგვიძლია ეს მინუსი აგერ წილად დავუწეროთ აქ. ამიტომ მინუს a - 1 შეფარდებული 3a-სთან. ეს საერთო მნიშვნელიანი წილადებია მეგობრებო. ამიტომ პირდაპირ დავწერთ საერთო მნიშვნელად და პირდაპირ რიცხვებს გამოვაკლებთ ერთმანეთს, 4-ს გამოვაკდება a - 1. ანუ ჭრილი გაიხსნება და ეს იქნებოდა 4-ს - a + 1, იმიტომ რომ მინუსი ჭრილში ორივე შეუცვლიდა ნიშანს და შესაბამისად მივიღეთ უქროები. მოდი ასე დავწეროთ 5-s - a შეფარდებული 3a-სთან. ახლა მეგობრები, პრინციპში ჩვენ აი ეს დიდი ფრჩხილი გავარკვევთ სულ. მაგრამ გაყოფა არის დასაწერი, მაგრამ რაღაცა უცნაური გამყოფია, ხო? მოდი ჯერ ამ გამყოფს მოვაროთ, ცოტა შევალამაზოთ, შევამარტივოთ. 5 შეფარდებული a კვადრატთან, გამოკლებული 1 მეაეთი, შეფარდებული 3 მეაეთთან, ხო? მოდი ჯერ რიცხვს მივხედოთ. რიცხველი გავა ერთმნიშვნელიანად, საერთო მნიშვნელია a კვადრატი იქნება. და a კვადრატი გაიყოფა a კვადრატზე 1 ჯერ 5 5, a კვადრატი გაიყოფა a-ზე a ჯერ -1 - a და ქვემოთ არის a შეფარდებული a-სთან. ამგეთ ახლა და გაყოფა წილადი არის, ხო? ეს არის დიდი წილადი. ნუ წილადის ხაზი ხო იდეაში გაყოფას ნიშნავს, ამიტომ მოდი შევასრულოთ ჩვენ ახლა წილადების გაყოფა. 5 - a შეფარდებული a კვადრატთან გავყოთ 3 მეაეთზე, მაგრამ მოდი აქვე ვქრები, გაყოფა წილადზე ხო გამრავლებაა და გავამრავლოთ ეს a მესამეზე. იკვეცება a კვადრატთან აქ და იქნება 5 - a შეფარდებული 3a-სთან. და ბოლო, მეხუთე მოქმედება. ნუ მეხუთე მოქმედება რა არის მეგობრებო? მესამე მოქმედების შედეგი. აი ეს გაყოფილი მეოთხე მოქმედების შედეგზე 5 - a შეფარდებული 3a-სთან მეგობრებო, უნდა გავყოთ ჩვენ 5 - a შეფარდებული 3a-სთან. ეს პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რომ არის ერთი სტოლი. იმიტომ რიცხვი იყოფა თავის თავზე. დიახ, ასეა პასუხისმგებლობა. აბა ვაგრძელებთ მოგზაურობას. მოდი გავაკეთოთ მესამე მაგალითი. მესამე მაგალითი ახლა პირველი ფრჩხილი საკმაოდ დიდია. მოდი გადავწეროთ ეს პირველი მოქმედება. ეს იქნება a კვადრატს + ab, ნიშნაში -2 შეფარდებული a + b-სთან + a შეფარდებული b კვადრატს + ab-სთან და უნდა გავაერთმშველიანოთ მეგობრებო ახლა ეს სამი წილადი და ერთ წილადში მოვაქციოთ. გაერთმშველიანებას სჭირდება საერთო მნიშვნელი. საერთო მნიშვნელს ტრადიციულად უკეთესი იქნება თუ უმცირეს საერთო ჯერაც ავხებთ. მაგრამ უმცირესი საერთო ჯერად როგორ ყვება მეგობრებო რიცხვების შემთხვევაში?
როდესაც მოცემულია რაღაც სამი რიცხვი, თითოეული მათგანი უნდა დავშალო მარტივამრავლებად, ესეც უნდა დავშალო მარტივამრავლებად, მესამეც და პირველიდან ვიღებ ყველაფერს, მეორედან კი განსხვავებულს, მესამედანაც განსხვავებულს. ასე უნდა მოვიქცეთ ახლა მეგობრებო ამ შემთხვევაშიც. მე რა რომ ცვლადიანი მრავალწევრებია და არა რიცხვი. ამასაც დავშლით მომრავლებად, ეს იქნება a ჯერ a პლუს b. ამას არაფერი დაშლა არ ჭირდება, ეს a პლუს b-ა. ამასაც დავშლით მომრავლებად, ეს იქნება b გავარჩილებს გარეთ და a პლუს b, b პლუს a, კი a პლუს b. როგორ მოვიქცევთ? პირველი წილადის მნიშვნელიდან ავიღებთ ყველაფერს a ჯერ a პლუს b-ს, მეორედან და მესამედან განსხვავებულებს. ამას რაიმე განსხვავებული აქვს? არა. a პლუს b გამყოფად შედის პირველ წილადის ნიშნაშიც. ამას აქვს რაიმე გამყოფი განსხვავებულად? კი, b. ამიტომ ეს უნდა გავამრავლოთ b-ზე. ანუ მოდი წინ დავუწყეთ ახლა b-ს, ანუ იდეაში საერთო მნიშვნელი იქნება b-ა, b, ну, გამრავლებული a პლუს b-ზე. დავიწყოთ ახლა. ამ საერთო მნიშვნელს გავყო პირველი წილადის ნიშნაზე. რა არის მეგობრებო? ეს არის b და b-ს გავამრავლებ პირველი წილადის რიცხვზე, იქნება b კვადრატი. მერე საერთო მნიშვნელს გავყობთ ოქროები მეორე წილადის მნიშვნელზე, რა დარჩება? ab დარჩება და ab რომ გავამრავლდება 2-ზე, წინა ნიშნით, აი -2-ზე იქნება -2ab. ანალოგიურად ავდგებით და გავაერთმშრომლიანებთ ახლა მესამე წილადთანაც, საერთო მნიშვნელს გავყობთ მესამე წილადის მნიშვნელზე, დარჩება a და შემდეგ ეს a გამრავლდება a-ზე და იქნება a კვადრატი. რა, ну, ძალიან ცნობილი გამოსახულება მივიღეთ ზემოთ, ეს არის b-a, ან ორწევრის სხვაობის კვადრატი. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ b-a-ს კვადრატს იტყვით თუ a-b-ს კვადრატს იტყვი, ეგ იდენტური გამოსახულებებია. რატომ? იმიტომ რომ შენ -5-ის კვადრატს იტყვი თუ 5-ის კვადრატს იტყვი, გარანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობას არ აქვს. მოპირდაპირე რიცხვის კვადრატები ერთმანეთის ტოლია და b-a და a-b ერთმანეთის მოპირდაპირე რიცხვები არ არიან. ამიტომ არ დაბრკოლდეთ მეგობრებო, თუმე გამოსახულება რომ იქნება მოცემული რაღაც b-a კვადრატში და უცებ სხვაგან, აი ამ მაგალითის ამოხსნის გაგრძელებულში დავწერ a-b-ს კვადრატს. იდეაში ეს ერთი და იგივე გამოსახულება. ქვემოთ გვაქვს b-a a პლუს b-ზე. კარგი. ნუ ეგ იყო მეგობრებო პირველი, მესამეზე ვართ ახლა ჩვენ და პირველი დიდი ფრჩხილი. პირველი მოქმედება. მეორე. უნდა ავდგეთ ახლა და გავაერთმშრომლიანოთ აი ეს შესანიშნავი გამოსახულება. აქ უკვე მარტივი იდეა რომ საერთო მნიშვნელი იქნება ab, ab გაიყოფა a-ზე არის b და b ჯერ b კვადრატი, ab გაიყოფა 200-ს ერთი ეგულისხმება მნიშვნელად, ხო, 1-ზე არის ab და გამრავლდება 2-ზე და 2ab, ab გაიყოფა b-ზე არის და ჯერ a კვადრატი, შესაბამისად რიცხველი იქნება b-a-ს კვადრატი შეფარდებული ab-სთან და მეგობრებო, ესენი უნდა გაიყოთ ახლა ერთმანეთზე, ხო? ანუ გამოსახულება უნდა გაიყოს აი ამ გამოსახულებაზე. ეს იქნება b-a კვადრატში შეფარდებული b-a ჯერ a პლუს b, გამრავლებული მეგობრებო, გამრავლება არა, გაყოფა. აი ამაზე უნდა გავყოთ და გაყოფა რა არის? შებრუნებულზე გამრავლება. ანუ ab იქნებოდა ზემოთ, ხოლო b-a-ს კვადრატი იქნებოდა უფრო ქვემოთ. b-a-ს კვადრატი b-ას კვადრატს შეკვეთს, ab შეკვეთს და რჩება მეგობრებო a პლუს b. ну, ასეთი ამბავია, მოდი გადავამოწოთ, დიახ, სწორია ეს ამოხსნა და მოდი გავაგრძელოთ მაგალითების გარჩევა. მეოთხეზე ვართ ახლა ჩვენ. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე არ ჩასტიდები და წესით სწრაფად უნდა გავამკლავდეთ. კარგი, აბა არ გაგვეპაროს რაიმე შექმნა უყურადღების გამო, წავით. მეოთხეში პირველი მოქმედება რა იქნება? a კვადრატს პლუს b კვადრატი შეფარდებული b-სთან გამოკლებული a, ეს ფრჩხილი, უნდა გავაერთმშრომლიანოთ, საერთო მნიშვნელი იქნებოდა b, აქ იქნებოდა b გაიყოფოდა b-ზე 1 არის და 1 ჯერ a კვადრატს პლუს b კვადრატი, ეგ არის a კვადრატს პლუს b კვადრატი, b გაიყოფოდა a-ს ნიშნაზე, ანუ 1-ზე და ეგ არის b და b ჯერ a, ეგ არის მინუს ab. ახლა ასოციაცია უცებ და დაგეუფროს აი ეგ რასთან ასოცირდება და უნდა გაგახსენდეთ კუბების ჯამის ფორმულა, მეგობრებო. ეს ფორმულები ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. ნუ რა ფორმულებზეა საუბარი? მოდი კიდევ ერთხელ უცებ ჩამოვწეროთ. ეს არის შეუღლებულების ნამრავლი, მეგობრებო, რომ არის a კვადრატს მინუს b კვადრატი.
რომ ჯამის კვადრატი ეს არის a კვადრატს პლუს 2ab პლუს b კვადრატი, სხვაობის კვადრატი, მეგობრებო, ეგ არის a კვადრატს მინუს 2ab პლუს b კვადრატი. ნუ ჩვენს თეორიაში ძალიან კარგად არის გონია რომ კარგად თუ არა ნორმალურად სტანდარტული ლამაზი რომ მარტივი ენით აღწერილი ლოგიკა თითოეული ამ ფორმულის მიღების მათ შორის უბებისით, მოდი ჯერ ეს მრავალ წევრის კვადრატი მოვივლიოთ, ეს იქნება თითოეული წევრის კვადრატს დამატებული ყოველი წყვილის, ანუ ABC-ც, BC-სიც, AC-სიც გაუკეთებული, აი ეს, გაუკეთებული უნდა დავუმატოთ. და კარგად გვაქვს ჩვენ აღწერილი, როგორ დავიმახსოვროთ ჯამისა და სხვაობის კუბები, მეგობრებო, და რა უნდა ვსვამოთ. ფორმულა ესეთ უნდა იცოდეთ დაზეპირებულად, მაგრამ თუ დაგავიწყდა, მანერა არის ასეთი. ერთი რამ უნდა გახსოვდეს, რომ რა ხარისხშიც აკყავს ერთით მეტი წევრი მიიღება. ანუ მეხუთე ხარისხში რომ აიყვანო 6 წევრს მიიღებ. კვადრატში თუ აიყვანო, ანუ მეორე ხარისხში 2 წევრს, a + b-ს ან a - b-ს მიიღებ 3 წევრს. თუ აკყავს კუბში მიიღებ 4 წევრს. აი, ერთი ადგილი, მეორე, მესამე, მეოთხე. კარგი. და როგორ ვიკავებთ ახლა ამ ადგილებს? ჯერ წერთ a-ს უდიდეს ხარისხს, ანუ კუბს, მერე a-ს კვადრატს, მერე a-ს და მერე ალიფს. მერე წერთ, მეგობრებო, b-ს ხარისხებს იწყებ ნულიდან, ანუ ჯერ არაფერს, მერე b-ს ერთი ხარისხი, b-ს კვადრატი და ბოლოს b-ს კუბი. მერე, ნუ პასკალის სამკუთხედის დახმარებით კოეფიციენტებს ადგენ, მაგრამ შეგიძლიათ უხეშად, მაგრამ ამ სიტუაციაზე ძალიან მორგებით, მაგრამ ეგ არ არის დამზოგადების საშუალებას არ იძლევა, უბრალოდ კვადრატში აყვანის დროს და კუბში აყვანის დროს ემთხვევა, რომ შუა წევრებს დაუწერეთ ის კოეფიციენტი, რა ხარისხშიც არის. ნუ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იგივეს a - b-ს მეოთხე ხარისხზე ვერ იზამთ და მე არ მომწონს ასეთი რაღაცა არასწორი დაზეპირებები, მაგრამ კაი, ჯანდაბას ერთგვარი ასოციაცია მაინც არის, რომ აქ მესამე ხარისხია და აქაც შიგა კოეფიციენტებს სამიანები უნდა დავწეროთ. აქ კვადრატია და აქაც ეს შუა წევრებს ორი არის შეგიძლიათ კოეფიციენტად დავწეროთ. პლუსი, პლუსი, პლუსი. ანალოგიურად სხვაობის დროსაც a კუბი, a კვადრატი, a არაფერი, მერე b არაფერი, b კვადრატი, b კუბი. შუაში სამიანები, მაგრამ ნახეთ ახლა ნიშანი როგორ იქნება, იდეაში ყველგან პლუსი იქნება გარდა. n ხარისხში ხომ გახსოვთ თქვენ ნიშანს ინარჩუნებს სვლადი, ანუ b სადაც იქნება გამოკლების დროს, a - b-ს დროს, n ხარისხში, აი აქ არის n ხარისხში, n ხარისხში და აი აქ არის 3 ხარისხში. აი იქ მინუსი ექნება აღნიშნულ წევრებს. თუ დააჩენეთ პლუსი. კიდევ ორი გადავწყვეტი მნიშვნელოვანი ფორმულა, ეგ არის უკვე ყველა ეს ფორმულა, მეგობრებო, აი ყველა ეს ფორმულა იყო გამარტივება. შესაძლოა ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე, მაგრამ თავისუფლება უნდა მიცეთ და კიდევ ეს უნდა გავიხსენოთ, თუ გვინდა მეტნაკლებად წარმატებული ვიყოთ სხვადასხვა ტიპის გამოცდაზე, არ იგულისხმება ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ახლა დამოუკიდებლად თუ აკეთებთ სახლში, სწრაფები, შორს მჭვრეტელები, კრეატიულები რომ ვიყოთ, მაინც ზეპირად უნდა იცოდეთ ეგ. ეგ იგივეა, მეგობრებო, მომღერალმა დააპიროს კარგად, გულიანად, აზრში ჩამწნovat სიმღერა და ტექსტი არ იცოდეს რა ზეპირად. რომ ვერ შეძლებს კონცენტრირება სიმღერის ხარისხზე, ხო? იგივეა, თქვენ რომ ხარისხიან ამოცანაზე, ხარისხიან კარგ ღრმა ამოცანაზე კონცენტრირება შეძლოთ, ასეთი ფორმულები ზეპირად უნდა იცოდეთ, თორემ გასაგებია რომ სადღაც ჩაგუგლავთ, ჩაინიშნავთ, ნახავთ და მიაგნეთ რა. ნუ მაინც საჭირო. და ეს 6 ფორმულა იყო გამარტივებაზე და გვჩება ახლა მომრავლებად დაშლაზე ორი ფორმულა. ესაა a კუბს პლუს b კუბი და ეს არის, მეგობრებო, a კუბს მინუს b კუბი, პლუს b კუბი მინუს b კუბი. როგორ იშლება მომრავლებად? აქ თუ ჯამია, აქაც პირველად ამ ორი წევრი, რაც არის კუბებში, იმათი ჯამი გამრავლდება ამავე რიცხვების სხვაობის კვადრატზე, ხო, არასრულ კვადრატზე. აქ 2ab კი არ ექნება, არავით, ექნება 1ab. და სხვა კუბების სხვაობის დროს ამ რიცხვების სხვაობა გამრავლდება უკვე არასრულ ჯამის
ნუ მეგობრებო, ეგ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ზეპირად. კარგი. და შესაბამისად, ახლა როცა თქვენ ეს ზეპირად იცით, აი, იმიტომ ახლა ეს ზეპირად თუ იცი, ასეთ რაღაცებს განჭვეთ და ინახავ, რომ აი აქ სადღაც დიდი ალბათობით უკვე კუბების რა ჯამი უნდა გამოჩნდეს. კარგი. კუბების ჯამს ეს ბევრი ნაწილი შეიძლება და ხასრუნდებით იშლას. ასე. აი, ვაგრძელებთ. ხო, პრინციპში ეს დამთავრდა ეს სიტუაცია. მე აგერ ახლა მეორე ფრჩხილი. მეორე ფრჩხილს მინუსი აქვს თავზე, ხო? მოდი ჯერ გავაერთმნიშვნელიანოთ ეს მეორე ფრჩხილი რაცა AB A minus B იქნება, ხო? AB გაყოფილი B-ზე A ჯერ 1A, AB გაყოფილი A-ზე B, B ჯერ 1B და ამას თავზე მინუსი აქვს და მინუსი ხარისხი რას აკეთებს? ნუ ატრიალებს ფუძეს, ხო? ანუ ეს იქნება AB შეფარდებული A minus B-სთან. კარგი. და მოდი ახლა შევასრულოთ გამრავლება. შეგიძლიათ მეგობრებო, როდესაც რამდენიმე წილადი მრავლდება ერთმანეთზე, ყველა გამრავლება ერთად განიხილოთ. აი მაგალითად, პირველი წილადი, მეორე წილადი და აგერ მესამე წილადი, მოდი სამივე ერთად გავამოწმოთ. A კვადრატს პლუს B კვადრატს მინუს AB შეფარდებული B-სთან გამრავლებული AB შეფარდებული A minus B-სთან გამრავლებული A კვადრატს მინუს B კვადრატი შეფარდებული A კუბს პლუს B კუბთან. ნუ ერთი მომენტია ახლა მეგობრებო, რომ შეგვიძლია ეს დავშალოთ. და მაგალითად, აქ A კვადრატს მინუს B კვადრატის მაგალითად, მოდი კიდე ხელახლა ვარ გადავწეროთ. დავწეროთ A minus B ჯერ A plus B შეუღლებულების ნამრავლად დავშალოთ და მნიშვნელში კუბების ჯამია და ჩვენ ვიცით როგორ იშლება ეს მომრავლება, ეს იშლება ამ რიცხვების ჯამს, რაც არის კუბებში. ვამრავლებთ იგივე რიცხვების ხმაობის არასრულ კვადრატზე. თვიდა ეს კვეთს ამას. ეს კვეთს ამას. B კვეთს ამას. ოპა, A plus B, A plus B-ს და რა დარჩა? ზემოთ დარჩა რიცხვებში A, ხოლო ნიშნულში მეგობრებო ყველაფერი შეიკვეცა. შესაბამისად პასუხი იქნებოდა აი ასე. კარგი. მოდი, სწორია ეს პასუხი და გავაგზავნოთ ახლა გავაკეთოთ მეხუთე. ესე იგი x plus y შეფარდებული x-თან გამოკლებული 2x შეფარდებული x minus y-თან. ხო, მოდი ჯერ ეს ფრჩხილი გავშალოთ, მოვუაროთ, საერთო მნიშვნელი იქნება გავშალოთ რა, გავერთმშველიანოთ x ჯერ x minus y, x ჯერ x minus y გაიყოფა x ეს არის x minus y გამრავლდება რიცხველზე x plus y-ზე. მე ეს გამოსახულება გაყოფილი x minus y-ზე არის x და გამრავლდება -2x, ანუ -2x-ზე გამრავლდება ეს x. აბა მოდი გავყვეთ რა იქნება რიცხვებში გაიხსნება ფრჩხილი x კვადრატს მინუს y კვადრატს მინუს 2x კვადრატი იქნება, ხო რომ ნიშნულში იქნებოდა მეგობრებო x ჯერ x მინუს y. ნუ ამას გავსწავლეთ თუ შევაერთებთ ზემოთ x კვადრატს მინუს 2x კვადრატი ესა მინუს x კვადრატი მინუს y კვადრატი შეფარდებული x ჯერ x მინუს y-თან. ეგ იყო პირველი მოქმედება, ხო? მეხუთე მაგალითის. ახლა რა იქნება მეორე მოქმედება? მეორე მოქმედება იქნება პირდაპირ ამ წილადზე უნდა გავყოთ, ანუ -x კვადრატს მინუს y კვადრატი შეფარდებული x ჯერ x მინუს y გამრავლებული y მინუს x შეფარდებული x კვადრატს პლუს y კვადრატზე. დაგვიდით ახლა პირველი ფრჩხილიდან რომ პირველი წილადის რიცხვიდან მინუსი გავიტანოთ. ხო დავრჩება x კვადრატს პლუს y კვადრატი და რატო იყო მნიშვნელოვანი მინუსის გატანა მეგობრებო? იმიტომ რომ მეორე წილად ზუსტად იგივე აქვს ნიშნულში, რაც პირველი წილადის რიცხვებში ფრჩხილში დარჩა. ხო ეგ შეიკვეცა. ძალიან კარგი. ახლა ნახეთ. მეორე წილადის რიცხვებში y minus x, აქაც თუ მინუს გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ x minus y დარჩება. შესაბამისად ესეც შეიკვეცება უფრო. ანუ რა გამოვიდა? აქა -1 ჯერ -1, ანუ დადებითი 1 შეფარდებული ნიშნულში დავრჩა მეგობრებო x. ანუ 1 შეფარდებული x-თან იქნებოდა პასუხი.
100 არის პასუხებში. მოდი გავაგრძელოთ მუშაობა ახლა მეგობრებო ჩვენ. აბა რას გვეუბნება მეექვსე მაგალითი. პირველი ნაბიჯი. მოდი პირველი ნაბიჯი იყოს ეს პირველივე წილადი, იგი ჩხილი, რაც არის მოცემული a + b კვადრატს პლუს 1 შეფარდებული a - b კვადრატთან. აბა როგორ მოიქცევით ახლა მეგობრებო, საერთო მნიშვნელი რა არის? ხო, მავნებლებად დაშლა არ ჭირდება პრინციპში, არც პირველ წილადს, არც მეორე წილადს, იმიტომ რომ ნამრავლებია თვითონაც ხო ხარისხი იგივე ნამრავლია, ამიტომ შესაბამისად ავიღებდი ყველაფერს პირველი წილადის მნიშვნელიდან და მეორე წილადის მნიშვნელიდან განსხვავებულს, მაგრამ მთლიანად მეორე წილადის მნიშვნელი განსხვავებული. ამიტომ ესეც მთლიანად უნდა მე გავხობთ ამ პირველი წილადის მნიშვნელს, ეს იქნებოდა a - b კვადრატი გამრავლდებოდა რიცხვზე. ასე პლუს a + b კვადრატი. თუ ახლა ზემოთ ცოტა გამარტივებას შევეცდებით, ესაა a კვადრატს მინუს 2ab პლუს b კვადრატი დამატებული a კვადრატს პლუს 2ab პლუს b კვადრატი. 2ab და 2ab ერთმანეთს აბათილებს, მოდი ნიშნოს არ გადმოწერა, აგერ გადმოწერა ახლა და რა დავჭა? 2a კვადრატი დამატებული 2b კვადრატი. დამნიშნოში არის არაფერი არ შეიკვეცება ამ რიცხვთან, a + b-ს კვადრატი და a - b-ს კვადრატი. კარგი, ახლა მოდი შევდიოთ ოქროები მეორე წილადს, ხო? მეორე წილად რა იქნება? 1 შეფარდებული a + b-სთან, დამატებული 1 შეფარდებული a - b-სთან. ეს გავაერთმშრომლიანოთ, a + b ჯერ a - b არის, საერთო მნიშვნელი გაიყოფა a + b-ზე არის a - b. ეს გაიყოფა a - b-ზე არის პლუს a + b. b-ები ერთმანეთს აბათილებს და რჩება 2a შეფარდებული a + b ჯერ a - b-სთან. ადგეთ ახლა მეგობრებო და გავყით მე პირველი ფილში რაც მივიღეთ არის ეს პირველი ფილში რაც მივიღეთ გამოსახული. მესამე ანუ 2a კვადრატს პლუს 2b კვადრატი შეფარდებული a + b-ს კვადრატი a - b-ს კვადრატზე ეგ გაყოფა, მაგრამ გაყოფა რა არის იგივე, აი ამაზე უნდა გაიყოს და ეგ იგივე არის ამ შებრუნებულზე გამრავლება. ანუ a + b a - b წავა რიცხვში და 2b 2a ნიშნულში. a + b ერთ a + b შეგვეცა აქაც ეს ამას. ნუ სამწუხაროდ ხო, აი ეს ორიანი რომ გავიდოდა ჩქლებს გარეთ ამ ორიანთან შეიკვეცებოდა, მეტი არაფერი არ იკვეცება. a კვადრატს + b კვადრატი ნამრავლად თვითონ არ იშლება, საერთოდ თანამედროვე ჩქლებს გარეთ არ გადის. ამიტომ დარჩებოდა a ჯერ ნიშნულშიც a დარჩა. a + b ჯერ a - b. გადავამოწმოთ რამდენად სწორი პასუხი მივიღეთ? კი, ასე არის მეგობრებო და გავაგრძელოთ ამასის პროცესი. აქეთ ცოტა მოიკლო ლამაზმა პასუხებმა, ხო? მეშვიდეთი გავაგრძელებთ ახლა ჩვენ. მეშვიდი ამოცანა. მოდი გადავწეროთ ახლა ეს პირველი, მაგრამ პრინციპში უკვე ჩვენ ასეთი ხო დავტესტეთ და რას ვაკეთებთ ოქროები? მავნებლებად უნდა დავშალოთ რომ გაერთმშრომლიანდეს, აი ეს რომ გაერთმშრომლიანდეს დივიდენდია, ხო? მავნებლებად უნდა დავშალოთ ნიშნელი და მოდი თან დავშლი გადაწერის დროს a + 2-ა 2-ა პლუს ახლა აქ 3 გავახობ ჩხილებს გარეთ და დარჩება -a, მაგრამ მოდი ხო არ აჯობებს მინუსი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ და რატო? ანუ მოდი გავიტანოთ -3, აი -3-ს რო გაიტან აქედან, დაგჭება a დადებითი -3-ზე რო გაიყოფოდა და 6 რო გაიყოფოდა დადებითი 6 -3-ზე -2. რატო იყო ახლა მნიშვნელოვანი ამის გაკეთება? იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით მესამე წილადის მნიშვნელში გვაქვს a - 2 ჯერ a + 2. ასეთი ამბავი. კაი, დავწერთ ახლა. ავიღოთ
პირველი წილადიდან ყველაფერი +2. მეორე წილადიდან სამიანი, ასე. და მესამე განსხვავებულია და მესამე წილადიდან ბოდიში, სამიანიც და -2-იც უნდა ავიღოთ მეორე წილადიდან. ანუ პირველიდან ეს სხვა, მეორედან განსხვავებულია სამიანიც და -2-იც და მესამედან უკვე განსხვავებული არაფერი არ გაქვს. ეს გაიყოფოდა A+2-ზე და რჩებოდა 3 ჯერ A+2, ესე A-2, ბოდიში. აი, ეს დარჩებოდა პირველ წილადზე ის მნიშვნელობაზე რომ გავყოთ, ესე იგი ეს იქნება 2A უნდა გამრავლდეს 3 ჯერ A-2-ზე. ასეთი რაღაცა. და გამოკლებული 2A, აი ეს 2A უნდა გამრავლდეს ეს რიცხვი გაყოფილი მთლიანად 3 ჯერ A-2-ზე, ან უნდა გამრავლდეს A+2-ზე. A+2-ზე. და დამატებული ეს გამოსახულება გაიყოფოდა ამაზე იქნებოდა სამიანი, 3 გამრავლდებოდა 1-ზე არის 3. ასეთი სიტუაცია მივიღეთ. მოდი გავამარტივოთ რიცხველი მეგობრებო, რა გამოდის 2A ჯერ 3 6 არის და 6-ია გამოვრავო A-ზე, 6-ია კვადრატი. 6-ია გამოვრავო 2-ზე -12-ია. აი აქ 2-ა კვადრატი 2-ა ჯერ 2 -4-ია. არ შემეშალოს 2-ა კვადრატი, კი ბატონო, -4-ია და +3. საგადადის უსხლოდ. ეს იქნება 3 ჯერ A+2 ჯერ A-2. აბა ვნახოთ აქ რა გამოდის მეგობრებო, 6-ია კვადრატი და 2-ია კვადრატი არის 4-ია კვადრატი. 12-ია და 4-ია ეს არის -16-ია +3 შეფარდებული 3 ჯერ A+2 ჯერ A-2. ესეთი ცნაური რაღაც მივიღეთ, ხო? ის არ შემეშალა, არის შემოდი ნახოთ, მაინც გადავავლოთ თვალი. -2 A+2-ზე გამრავლდებოდა 2-ა კვადრატი -4-ია. მოიგი. ვეღოთ ზე. კარგი, აბა ერთხელ კიდე დავფიქრეთ, ხო არ შეგვეშალა და გავავრცელოთ. მეგობრებო, აქ გადაწერაში შევშლია 8 უნდა იყოს და შესაბამისად 3 ასე უნდა იყოს და 3 გამოვდებოდა 8-ზე, აქ იქნებოდა 24. აქაც 24-ია და მაშინ გვექნება მეგობრებო -16 +24-ია იქნება აი აქ ეს გადაიშლება. ესე იგი საერთო ესენი გამოვიან მსგავსი წევრები და შესაბამისად იქნება +8A. აი, მაშინ აქაც უკვე იკვეთება ერთი მომენტი, თუ 4-ას გავიტანთ ჩხილებს გარეთ, A+2 დარჩება მეგობრებო აქ და უკვე შეგვიძლია წილად ეს მრიცხველი და მნიშვნელი შევკვეცოთ. ასე, ესენი შეგვეცება და დაგვრჩება 4-ა შეფარდებული 3 ჯერ A-2-თან. კარგი. მეორე მოქმედება რა იქნებოდა მეგობრებო? პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება გავყოთ ახლა 4-ია შეფარდებული 3A-2-ს გავყობთ, ანუ გავამრავლებთ A-2 შეფარდებული აი ამ წილადზე, ხო? ამის შებრუნებულზე გავამრავლებთ A-4. ესე იგი, შეიკვეცება და ეს არის 4-ია შეფარდებული
3-ჯერ -4. კი ბატონო, ეს არის პასუხი. ყურადღებით გადავწეროთ ახლა მაგალითი. კიდევ მსგავსი შეცდომა რომ არ გაგვეპაროს. კიდე გავუსქროლოთ. მერვე. აბა, კარგი. რა ხდება მერვე ამოცანაში? მოდი ჯერ აი ეს პირველი მოქმედება, ხო? გავაერთმიშველიანოთ. ოღონდ ცოტა გადავაკეთოთ ახლა აქ რაც წერია წილადის მნიშვნელი, ესა 1 დამატებული 1-2-ა, ხო? მოდი გავხსნათ იცით, მეგობრებო, ავდგეთ ახლა ეს გავაერთმიშველიანოთ. ანუ ეგ იქნება 2 + a შეფარდებული 2-თან, ხო? 2 გაიყოფა მნიშვნელი 1 იგულისხმება 2-ზე, ანუ 2 იქნება 2-ჯერ 1 2-ია, 2 გაიყოფა 2-ზე 1, 1-ჯერ a არის და შესაბამისად ახლა აქ a-ს პლუს და რა მოხდება? 2 რომ გაიყოფა აი ამ წილადზე, ესე გამრავლდება მის შებრუნებაზე და გვექნება 4 შეფარდებული 2-ა. 2 პლუს a-სთან. ნუ აქ, ანუ a + 2-ია საერთო მნიშვნელი, შესაბამისად აქ იქნება a კვადრატს პლუს 2a პლუს 4, ანუ a + 2 გაიყოფოდა 1-ზე, a + 2-ია გამრავლდება რიცხვაზე a კვადრატს პლუს 2 იქნება და შესაბამისად დაემატებოდა ბოლოს 4. კარგი. მოდი ახლა ვნახოთ მეორე მოქმედება რას გვიქადის. a კვადრატს პლუს 2a პლუს 4 შეფარდებული a პლუს 4-თან მეგობრებო, გამრავლდება შებრუნებულზე, ანუ a პლუს 2-ზე და აი აქ რიცხვებში a + -8 არის, ახლა ნიშნულში ჩამოვადა. მოდი დავშალოთ თან მავრევლებად. a + -8 არის იგივე a + -2-ის კუბი. ეგრე იქნება a-ს -2, ხო? a-ს -2 და გამრავლებული რაზე? პირველი წევრის კვადრატი, ანუ a-ს კვადრატი, დამატებული ჯამის არასრული კვადრატია, ხო? a ჯერ 2 უბრალოდ, არა გავაკეთებული და დამატებული მეორე წევრის კვადრატი, ანუ 4. a კვადრატს პლუს 2a პლუს 4. ეს და ეს იკვეცება, მეგობრებო, ეს და ეს იკვეცება, შესაბამისად დაგვრჩა ნიშნულში 1 შეფარდებული a - 2. მესამე მოქმედება ეს იქნება 1 შეფარდებული a - 2-ს უნდა დაემატოს აი ეს წილადი და ნუ ახლა მოდი თან ხო გასაერთმშველებელია, ხო ხედავთ ამას და რა ვქნათ იცით? მოდი დავშალოთ მავრავლებით. მნიშვნელი a თუ გავიდო და ჩხილებს გარეთ 2 - a დარჩება. რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? პირველი წილადიდან ავიღოთ ყველაფერი, ანუ a-ს -2, მეორე წილადიდან რა a, მაგრამ 2-ს - a რომ არის, ეგ შეგვიძლია ასეთი ფხანდი ჩავატაროთ. თუ მინუს გავიტანთ აქედან, წინ გამინუსდება და პლუსი იყო და აქ დარჩება a-ს -2. ძალიან კარგი. ნუ მაშინ უკვე მოგზადდა ნიადაგი გასაერთმშველიანებლად, საერთო მნიშვნელი ეს რიცხვი იქნება. გაიყოფა a-ს -2-ზე არის a ჯერ 1-ა, ეს გაიყოფა a ჯერ a-ს -2-ზე, ანუ 1-იანს ვიღებ და 1 ჯერ 2 2 არის. და პრინციპში რა მოხდება? შეგვიძლია უკვე შევკვეცოთ ეს გამოსახულება და დარჩება 1, ანუ 1 შეფარდებული 100-თან ვიღებთ პასუხად. კარგი, მოდი ახლა შევუტიოთ მეცხრეს. ეს მოგვიწელი მაგალითი ჩანს, ხო? აბა მოდი ნახოთ რა გამ. მოდი გადავწეროთ პირველი წილადის მნიშვნელი, ხო? აი ის წილადი მთლიანად ისე ეტყობა, რომ რაღაც აქ უნდა გამარტივდეს. ხო, რაღაც თქვა კარგი სული არ ესდის, ხო? უნდა გამარტივდეს. აი აქ ახლა პრინციპში უკვე კარგი გამოცდილება გვჭირდება. აგითვალე რა რომ დავინახოთ. ახლა ჩვენ აქ აღნიშნით ეს გამოვა, მაგრამ როგორ დაინახავს თქვა გამოუცდელი მოსწავლე. აი მოდი ჩვენ რა დავინახეთ თქვა და მერე ვეცადოთ თუ ამას ვერ დაინახავდა მოსწავლე, როგორ უნდა გაეკეთებინა აღნიშნული მაგალითი. როგორ უნდა იქნებოდა სხვანაირად. აბა მოდი დავაკვირდეთ ახლა ხდება მეგობრებო, ასეა 11 - 3x - 3y, რა? და აქ x + y-ის კვადრატს გამოკლებული 8 ჯერ x + y
პლუს 15. აი, მოდი გადავწეროთ, აი, პლუს აქა x პლუს y მინუს 3 პლუს 1 შეფარდებული x პლუს y მინუს 5. აი, ძალიან საიჭმოთა გამომწვევადაა, ხო? აი, აქ x პლუს y კვადრატში ადის, აქ x პლუს y აა ზე ბრალდება 8. აი, აქაც მეგობრებო, აი, ნახეთ, ახლა ჩვენ 3 რომ გავიტანოთ რიცხვებში ჭრილებს გარეთ, აი, აქ -3 რომ გავიტანოთ, გვექნება მეგობრებო x პლუს y ჭრილში, ხო? ისეთი სიტუაციაა და მერე როცა ჩვენ კვადრატულ განტოლებამდე დაყვანად სიტუაციებს განვიხილავთ, აღარ იქნება ეგ ახალი მომენტი. მაგრამ ამ ეტაპზე, მაინც როდესაც მოსწავლე შეგუებული არ არის მსგავს манипуляციებს, ცოტა რთული დასანახია. მოდი მივეჩვიოთ თავიდან. ჩვენი ძირითადი მიზანსწრაფვა რა არის? არა, მიზანი არის, რომ კონკრეტული პრობლემა ჩავხუროთ, მაგრამ ესე თქვა, ჩუალედური ნაბიჯი და ძირითადი სტრატეგია ხოლმე ამ ბიზნეს გესწრაფვისას არის გავამარტივოთ პრობლემა. უფრო მარტივ პრობლემამდე დავიყვანოთ. და როდესაც ორი ცვლადია მოცემული, უფრო მარტივია მეგობრებო, ერთ ცვლადზე ვიმუშაოთ, ხო? ამას როგორ ვახწევდით? ну, ამას ვახწევდით გამოსახვა ჩასმით, რაღაცა კიდევ დამატებითი პირობა იყო მოცემული ორ ცვლადზე, იქედან ერთ ცვლადს გავსაზღვრავდით მეორეთი, ჩავსვამდით, აი ამ თემაშიც არის, ცოტა მოგვიანებით გვექნება მსგავსი სავარჯიშოები და თუნდა ასეთი რუტინა, ასეთი მოქმედები განსახორციელებელი რა. და ახლა როგორ შეგვიძლია ეგ სიმარტივე, პრინციპში მათემატიკაც მაგისთვისაა მოცოდებული, რომ ჩვენ შეგვაჩვიოს მომდევნო რაღაცმოებისო გამოწვევებთან ბრძოლაში, რომ მივეჩვიოთ კონკრეტული სიტუაციების გამარტივებას, მარტივ დონემდე დაყვანას, მათ მოგვარებას და მეორე სტანდარტ მოცემული პრობლემის გადაწყვეტასაც რა. მოდი x პლუს y აღნიშნოთ 1. აბა პრინციპში პირველად ხდება ჩვენი ასეთი აქტივობა სალექციო კურსების განმავლობაში, მაგრამ მე საკმაოდ ხშირი ხასიათი ექნება ამას. როგორ სახეს მიიღებს ჩვენი გამოსახულება? ეს იქნება 11 - 3t t კვადრატს - 8t პლუს 15 პლუს 1 შეფარდებული t - 3-თან პლუს 1 შეფარდებული t + 5-თან. ახლა მე წინა ვიდეოებში გირჩიეთ, რომ ღაბერძის სანამ აღნიშნულ სავარჯიშოებს შეასრულებთ, მანამდე ჯობს გავხურდეთ და ამ გახურებისთვის არ იქნებოდა საკმარისი ღაბერძის A კატეგორიის ამოცანები. ზედაღამისავით განსხვავდება ხოლმე A და B კატეგორია ერთმანეთისგან და ვერც გამზადებს B კატეგორიისთვის, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა თუ თოფურიათი გაივიდით, თქვათ იგივე ასობით გამოსახულებებზე მოქმედებებს და იქ ზუსტად ნომერი არ მახსოვს 79 ნომერია მეორე თავის, სადღაც ამ ნომრებშია. ქონდა გვაქვს მაგალითი, რომლის მომრავლებად დაშლისთვის არც დაჯგუფება კვარა პირდაპირ ვერ იყენება, აი როგორც აქ არის, რა უნდა დააჯგუფო აქ საერთო მომრავლის ცვლილებს გარეთ გასატანად და არც მეგობრებო არ კვარად ფორმულა, შემოკლებული გამრავლების ფორმულები. არც ერთი იმ 8 ფორმულიდან ეს არ იმეორებს, არც ჯამის კვადრატი, არც სხვაობის, მით უმეტეს ახლა კუბები ეს არის. როგორ უნდა მოვიქცეთ და იქ ესეთ პატარა манипуляციას ვიყენებთ მეგობრებო, დავყავს პატარა გარდაქმნით კერძოდ შუა წევრის გაწყვეტით, მომრავლებად დაშლის მომენტამდე რა. ეს იქნება და თან 15 აქ ინსპირაცია, 15-ის გამყოფებად უნდა წარმოვადგინოთ 8, ერთ-ერთი დანაშლელი მაინც უნდა იყოს 15-ის გამყოფი და რომ დავყოთ ახლა 8 - 3t - 5t. 15 გადმოვწერთ. მაშინ რა მოხდება? ამ ორიდან t რო გავიტანოთ ჭრილებს გარეთ t - 3 იქნება. ამ ორიდან -5 რომ გავიტანოთ ჭრილებს გარეთ ისევ t - 3 დარჩება და ეგ ჩვენი გამოსახულება დაიშლება t - 3 ჭრილებს გარეთ რომ გავიდო და t - 3 ჯერ t - 5-ად. ახლა, ანუ წილადი რა სახეს მიიღებს? ეს იქნება 11 - 3t შეფარდებული მეგობრებო, t - 3 ჯერ t - 5 და პლუს 1 შეფარდებული t - 3 პლუს 1 შეფარდებული t - 5 და საკმაოდ კომფორტული ფორმა მიიღო მეგობრებო სიტუაცია, ძალიან აი გახდა უკვე საერთო მნიშვნელოვანი
ცხადია რომ იქნება თავად პირველი წილადის მნიშვნელი. ვთქვი ეს გაიყოფა პირველი წილადის ნიშნულზე 1 არის და 1 ჯერ 11-3 ეს გაიყოფა t-9-ზე, ეს არის t-5-დან გამრავლდება 1-ზე, ეს იქნება t-5-ასე, ბრჭყილები ფორმალურად არის დამატებული, ეს გაიყოფა t-5-ზე არის t-3 და ეს იქნება 1 ჯერ t-3 და t-3 ჯერ t-5 11-3t პლუს t მინუს 5 პლუს t მინუს 3. მოდი მსგავსი წევრები შევართოთ. 11 მინუს 5 მინუს 3 ეს არის 3 და 3 მინუს 3t პლუს t ეს არის მინუს t. ხო? ასეთი რა მივიღეთ მეგობრებო? ქვემოთ არის t-3 t-5 და ზემოთ თუ გავიჯათ მინუს ჭრილებს გარეთ, მედია მექანიკური შეცდომა არ გაგვიშვია. არ იქნება ხა ეს მარტივი ხელახალდასაწყებად. t-5 შეიკვეცება მეგობრებო ეს და დარჩა -1 შეფარდებული t-5-თან. თუ დავაბრუნებთ ჩვენ ახლა საწყის გამოსახულებას, მაშინ მივიღებთ -1 შეფარდებული ეს მაგივრად x + y რომ დავაბრუნოთ x + y -5. ეს არის კლასიკური სტანდარტული ამოხსნის მეთოდია, მეგობრებო, რაც არ უნდა ახლა არასტანდარტულად მოგვეჩვენოს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე აღნიშნვის შემოტანა და მსგავსი რაღაცების დანახვა ერთ-ერთი მთავარი იარაღი უნდა გახდეს ჩვენი და ვერ ვიტყვით, რომ ეს ისეთი უპირატესობა იქნება. პირიქით, ეს თუ მსგავს რაღაცებს ავფლობთ, მაშინ ზოგად ტენდენციებს ჩამოვრჩებით. ანუ იქ ნორმად უნდა იკლებოდეს მე მსგავსი რაღაცის დანახვა. ამიტომ შეძლებთ ამას, პრობლემა არაა. ახლა რთული იყო, მაგრამ სწორედ ასეთი მაგალითებით უნდა მივეჩვევთ მსგავსი რაღაცების დანახვას. ამიტომ შევაკუთ ავტორი მაგალითის მოყვანისთვის. თუმცა არანაირი წინაპირობა მსგავსი რაღაცისთვის აქ არ იყო მანამდე, რომ მოსწავლე თავისთვის აი წინაპირობების შესრულებით თავისთვის მივხვდარიყო მსგავს რაღაცას აქ. თუმცა მაინც მე-11-მე-12 კლასელები აკეთებენ ალბათ ამას და ცოტა მეტიც მოგვეთხოვენ. კარგი. აღარ მინდა მეტი სხვანაირად ამის გაკეთება, შეიძლებოდა უბრალოდ მოსწავლეს ან მეორე წილად თუ გაერთ მნიშვნელიანებდა მეორეს და მესამეს აღმოეჩინა რომ საერთო მნიშვნელია ქვემოთ რაც მაღრავლებად დაშლისთვის მაინც რთული დასანახი იქნებოდა და აღნიშნვის შემოტანა ყველაზე მაგარი საშუალება აქვს. მაინც ერთ ცვლადად უნდა გაგიხილათ x + y, ანუ გაშლით ალბათ ვერ მიიყვანით ბოლომდე. ნახოთ ახლა მე-10 მაგალითი. მე-10 მაგალითი რას თან გვექნება მაგალითში საფა. მოდი ჯერ ამ დიდ ჭრილს ჭრილს მივხედოთ აქ, ხო? ესე იგი, მოდი გადავწეროთ n + 21 და რა იცით, თან დავშალოთ მოდი მომრავლე. აშკარად ეს არის 4 - n-ის კვადრატი. 4 - n-ის კვადრატი. კი ბატონო, მინუს n + 3 და აქ არის 4 - n, აი კვადრატი შეუხლებულების ნამრავლად დაიშლება 16 - n კვადრატი 4 + n. შესაბამისად, ამათ რო ერთმნიშვნელიანად რა მოხდება? პირველი წილად ნიშნულის ავიღებთ მთლიანად 4 - n-ის კვადრატს და გამრავლებული მეორე წილადიდან განსხვავებული რომელიც ავიღებთ, ხო? 4 + n-ზე. ეს რომ გაიყოფა 4 - n-ის კვადრატზე, მაშინ მრიცხველი n + 21 გამრავლდება 4 + n-ზე და მე -n + 3 მეგობრებო, აი საერთო მნიშვნელობა გაიყოფოდა ამაზე, რა დარჩა? ერთი ცალი 4 - n მაქვს ზედმეტი, ხო? საერთო მნიშვნელში მეორე წილადის მნიშვნელისგან და შესაბამისად ეს n-ია. ნაგერიოთ სხვა რამეში. სანაცვლოდ, მაგრამ მაინც მოსაც დავწეროთ შედარებით ფლავს. რა გამოგვივიდა, მეგობრებო, გამრავლდებოდა
1z-ზე 4 - n-ზე. მოდი ახლა მივხედოთ ეს. გავამარტივოთ, ზემოთ რა ხდება n-ჯერ 4 4n, n-ჯერ n კვადრატი, 21-ჯერ 4 84, 21-ჯერ n 21n მინუს n-ჯერ 4, მოდი ფრთხილი გავხსნათ ეს 4n, n-ჯერ მინუს n plus n კვადრატი, 3-ჯერ 4 12 და 3-ჯერ მინუს n 3 მინუს 3n. ასე მეგობრებო, 4 მინუს n კვადრატი გამრავლებული 4 პლუს n-ზე. მოდი შევამარტივოთ ახლა რა იქნება. აბა, აი აქ რო ფრთხილი გაიხსნავ და 4n უარყოფით იქნება, გააბართილებს ამ 4-ს. კი ბატონო. n კვადრატი და n კვადრატი იდეა შეიკრიბება, იმიტომ რომ მინუს მინუს n კვადრატი დადებითი n კვადრატი, ანუ აქ 2n კვადრატი გვექნება. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? 84 და ნახეთ მინუს 12 იქნება, ხო? ერთმანეთს გამოვაკლდება და დადებითი 72 იქნება. 20, აი ეს 21-იანი და მინუს მინუს, ანუ პლუს 3-იანი, ანუ პლუს 24-იანი გამოდის, არა? აჰა, ხედავთ რა გამოდის? და პრინციპში იკვეთება და მოდი გამოვიყენოთ ახლა ეს მომენტი, რომ ზემოთ თუ 2-ას გავიტანით ფრთხილებს გარეთ, დავჩებოდა n კვადრატს პლუს 12n პლუს 36 და ეს არის 2-ჯერ n პლუს 6-ის კვადრატი. და შესაბამისად აქ გამოდის 4 მინუს n-ის კვადრატი გამრავლებული პლუს n-ზე და ახლა უნდა ავდგეთ მეგობრებო და უნდა გავამრავლოთ ეს. ანუ ეს არის პირველი მოქმედება და მეორე მოქმედება იქნება აი ეს წილადი n-4 შეფარდებული n+6-თან კვადრატში გავამრავლოთ აი ამ დიდი ფრჩხილის გამარტივებით მიღებულ გამოსახულებაში აი მოქმედებები. უпроსტად მომრავლებად რო დავშალოთ. გამარტივებული ფორმით ისედაც იყო წარმოდგენილი. 4 მინუს n-ის კვადრატი გამრავლებული 4 პლუს n-ზე. ახლა წილადი სახარისხებისას რას ვიღებთ? რიცხველის ხარისხის შეფარდებული მნიშვნელის ხარისხთან. გავაგრძელოთ პროცესი, ესა 2-ჯერ n პლუს 6-ის კვადრატი შეფარდებული 4 მინუს n-ის კვადრატი გამრავლებული 4 პლუს n-ზე. n პლუს 6-ის კვადრატი, n პლუს 6 კვადრატი იკვეცება. ჩვენ თქვით ზემოთაც, რომ 4 მინუს n და s მინუს 4 ხო მოპირდაპირ რიცხვებია და მათი კვადრატები ერთი და იგივე გამოსახულებებია და იკვეცება. და დაგვრჩა რა, რიცხვებში დაგვრჩა 2-იანი, ნიშნულში დაგვრჩა n პლუს 4, ხო 4 პლუს n, ანუ n პლუს 4. იმედი არ შეგვშლია. აგარებდი. გავაგზავნით. და მესამე მოქმედება იქნება აი პირველი წილადი, რაც არის, ანუ 3n პლუს 14 შეფარდებული n პლუს 4-თან. მას უნდა გამოაკლდეს აი ეს გამოსახულება, რაც მივიღეთ აქ 2 შეფარდებული n პლუს 4-თან. საერთო მნიშვნელიანი წილადების გამოკლება როგორია, მნიშვნელი გადადის უცვლელად და რიცხვებს ერთმანეთი აკლდებათ. შესაბამისად 3-ს თუ გავიტანდით ფრჩხილებს გარეთ, მივიღებდით რომ n პლუს 4 n პლუს 4-ს კვეთს და მთლიანად მეათე მაგალითის პასუხი იქნებოდა 3-იანი. კი ბატონო. კარგი. მოდი ახლა საკმაოდ დიდი დრომი აქვს ახლა მაინც ამოცანების მაგალითების გაკეთებას. არ დავნებდეთ, გავაგრძელოთ. მოდი რა ვქნათ, იცი, აი ეს ფრჩხილს შევალამაზოთ, ჯერ შევამარტივოთ და მერე დავაკვირდეთ რა შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ. ანუ პირველი მოქმედება იყოს 1 შეფარდებული, 1-1 შეფარდებული n-1, ერთი წილადად გარდაქმნათ. მოდი ჯერ პირველი წილადი ისე ვქნათ, რომ ნიშნულშიც საერთო ნიშნული გქონდეს, ანუ n-1 შეფარდებული n-თან იქნებოდა. ახლა ეს ერთიანი გაიყოფა ამაზე და იქნება ამოტრიალდება, შებრუნებულზე გამრავლდება n-ი შეფარდებული n-1-თან. და ესეც რომ გაერთმშნელიანდებოდა n-1 იქნებოდა საერთო მნიშვნელი. გაიყოფოდა n-1-ზე 1-ია 1-ჯერ n-ი. ეს გაიყოფოდა 1-ზე და გამრავლდებოდა ისევ 1-ზე, ანუ -ჯერ n-1 იქნება და n-ები აბათილებენ ერთმანეთს და
იქნება -1, ანუ დადებითი 1 შეფარდებული n-1. ანუ მგონია საკმაოდ კომფორტული ფორმა მიიღო, ხო, სახე მიიღო. ამან მაგრამ მეტი სიკეთე არ ჩანს. კაი, აბა მოდი ნახოთ ახლა რა იცით? გადავწეროთ ეს პირველი წილადი. თან მოდი მომრავლებად a კვადრატს -1 ხომ არის და მოდი მომრავლებად დავშალოთ. იქნებ გამოგვადგეს ასე. ქვემოთაც n გავიტანოთ ჩხილებს გარეთ. n პლუს არის, ხო? გავამრავთ 1 შეფარდებული n-1-თან, არაფერი არ გვეცნობს, საინტერესოა და მოდი ფარემ ავდგეთ და ესეც გავამრავთ. ანუ 1 - a 1 + a-ზე, ხო? ნიშნული ასეა და აი რიცხვებში რა ვქნათ, იცი? მოდი, მეგობრებო, აი ასე ვქნათ. ეს ორი ერთად დავაჯგუფოთ და პირველი და ბოლო ერთად, ანუ a + n ერთად იყოს. და მეორედან და მესამედან მოდი გავიტანოთ ჩვენ ახლა n კუბი - n. ჩხილებში დარჩება a + n. და მოდი რა ვქნათ, თუ იკვეცება, პარემ თუ იკვეცება რამე შევკვეცოთ, ხო? აი ნახეთ 1 + a იკვეცება a + 1. აი აქედან თუ მინუს გავიტანდით ჩხილებს გარეთ და დავწერდით a - 1, ესეც შეიკვეცებოდა, ოღონდ ქვემოთ -1 მრჩება, ხო? რომ შეიკვეცებოდა. კაი, მოდი ამას. ანუ რა დარჩა ახლა? ნახოთ. აი რიცხვებში არის რა? ან ყველაფერი შეიკვეცა, დარჩა აი ეგ და აქედან a + n გადის ჩხილებს გარეთ. ჩხილებში რჩება 1 - n კუბი შეფარდებული. აქ არის n მრავლდება n + a-ზე, მრავლდება n-1-ზე. და -1-ზე მრავლდება, ხო, ასე -1, მაგრამ მოდი -1-ზე გამრავლების მაგალითად დავწეროთ წინ მინუსი. ეს იშლება, მეგობრებო, ანუ a + n და 1 - ანუ ეს ხო კუბების სხვაობა, ეს იგივე ერთის კუბად შეგვიძლია წარმოვადგინოთ და 1 - n-ჯერ 1 + n + n კვადრატი ასე დაიშლებოდა, მეგობრებო, ეგ. და ნახეთ ახლა აქ თუ ამ მინუს შევიტან ამ რჩხილში რა იქნება n-ჯერ n + a-ჯერ 1 - n. ეს და ეს იკვეცება, n + a და n + a იკვეცება და გადაგვჭა, ზემოთ დაგვჭა 1 + n + n კვადრატი შეფარდებული n-თან. შევამოწმოთ აბა რამდენად? კი ბატონო, ასე არის პასუხი და მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ამოხსნის პროცესი. მე-12 მაგალითი, მეგობრებო, აბა რას თან გვაქვს საქმე მე-12 მაგალითში. მიდი ახლა რა ვქნათ, იცი? სამივე წილადი გავწეროთ, იმიტომ შეკრება გასაკეთებელი პრინციპში, ხო? და თან მომრავლებად დავშალოთ, აი მეორე იშლება აგერ მომრავლებად. მოქმედებებად აღარ გავაკეთოთ ეს. ასე შეიძლება და პრინციპში მეორე წილადი ცოტა შეგვემარტივებინა, მაგრამ იყოს. აი აქვე ნახოთ თუ რა მოხდება. ეს ხო დაიშლება x4-ს - y4 ხო არის? x კვადრატს - y კვადრატი, ანუ შეუღლებულობის ნამრავლად x კვადრატს + y კვადრატი და ეს კიდევ ხო იშლება, ეს იქნება x - y-ჯერ x + y. ანუ იდეაში ჩვენ ნიშნოში გვექნება x - y-ჯერ x + y-ჯერ x კვადრატს + y კვადრატი. მესამე წილადი გადავწეროთ როგორც არის. მოდი შევკვეცოთ ეს ერთი, იკვეცება და გამოვიყენოთ ასე. მაშინ რა იქნება, მეგობრებო, საერთო ნიშანი? თუ შევამჩნევთ ახლა პირველი წილადიდან რომ აგვეყოთ მთლიანად, მეორე წილადიდან განსხვავებული x + y იყო და უკვე მესამე წილადის მნიშვნელიც გამოყენებული გამოდის, ხო? გავყოთ ახლა საერთო ნიშნული x + პირველი წილადის მნიშვნელზე, დარჩება x + y, ანუ x-ი გავურავოთ x + y-ზე. გავყოთ ეს მთლიანად ამ წილადის მნიშვნელზე და იქნება 1 და 1 გამრავლდება აქ -y-ჯერ x - y. ეს გაიყოფა მესამე წილადის მნიშვნელზე x + y-ზე და იქნება x კვადრატს + y კვადრატი და -x კვადრატს + y კვადრატი. თუ გავხსნით ჩხილებს აქა x კვადრატს + xy - xy + y კვადრატი -x კვადრატს - y კვადრატი შეფარდებული
x plus y x კვადრატს plus y კვადრატი x plus y ასე გაბათილდება? ვა, ყველაფერი გაბათილდა? არ შეგვეშალოს რა. და 0 დარჩა რიცხვებში. კი ბატონო. და ანუ აღარ და გადავწევ ნიშნავს 0 გაყოფილი ნებისმიერ რიცხვზე არის 0. ძალიან კარგი. კი ბატონო. სამი წუთი მაინც დავჭირდა აღნიშნული მაგალითის გასაკეთებლად. მოდი ახლა ეს გავაკეთოთ ცალ-ცალკე მოქმედებებად. მოდი გავაერთმშნელიანოთ ჯერ პირველი ჭრილში მოცემული ეს მრავალწევრი ერთ საერთო მნიშვნელიან წილადად ჩავწეროთ. აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? იცით, რადგან აქ მეორე წილადში -1-ია, ასეთ რაღაცების დანახვასაც მივეჩვევთ და აქ -1-m-ია, ხო, ალბათ მე ისე მოხდება, რომ ესენი უნდა შეიკვეცონ და მოდი თავიდანვე გავიტანოთ აქ მინუსი ჭრილებს გარეთ. მაშინ აქ იქნება რელიურსი, პირველი ვებჭრილში და აქ დარჩებოდა m-1. მაშინ საერთო მნიშვნელი m-1-ია და რა იქნება? m ჯერ -1 1 ჯერ -1 და პლუს 1 იქნებოდა, ხო? ანუ ესა m კვადრატს minus m plus m minus 1 plus 1 ფორმალური ფრჩხილები რომ გაგვიხსნა და m-ს აბათილებს 1 აბათილებს m კვადრატი შეფარდებული m-1-თან შეებოდა მეგობრებო. ეგრევე პირველი წილადის პირველი ფრჩხილის მონაკვეთი. მეორე ფრჩხილი იქნებოდა m-m კვადრატი შეფარდებული m-1-თან m-1-ია საერთო მნიშვნელი, ნუ გაერთმშნელიანების შედეგად იქნებოდა m ჯერ m-1 minus m კვადრატი, თუ ფრჩხილს გავხსნით m კვადრატს minus m-ს minus m კვადრატი შეფარდებული m-1-თან, m კვადრატები პათილდება და იქნებოდა minus m-ის შეფარდებული m-1-თან და მესამე მოქმედება ახლა პირველი წილადი m კვადრატი შეფარდებული m-1-თან უნდა გავყოთ მეორე წილადზე, ანუ გავამრავლებთ მის შებრუნებულზე m-1-ის m-თან ვაქვემოთ m იქნება და ეს შეიკვეცება ასე და minus m დარჩება, ხო? m კვადრატი m-ზე რომ გავყოთ m. ნუ კი ბატონო, minus m დარჩებოდა და აქაც გავუკლავდით ამ მაგალითს. მოდი ახლა მე-14-ს დავაკვირდეთ. აი მე-14-ში თან გადავწეროთ პირველი ფრჩხილი აქ, მოგონებრო, ასე და თან მომრავლებათაც დავშალოთ. ხო? აი აქ რომ ნახოთ, პირველი წილადი ეს 3a აქვე ვნახოთ, როგორ დაიშლებოდა. აი რომ გავიტანოთ ახლა ჩვენ აქ პირველიდან და მეორედან, აი ასე 3 3 minus x-ია. მეორედან და მესამედან რომ გავიტანოთ მეგობრებო minus a ჭრილებს გარეთ აქაც იქნება 3 minus x. შესაბამისად ეს წილადი გამოდის 3-ია შეფარდებული 3 minus x-ი გამრავლებული 3 minus a-თან. ანუ რა გამოდის ახლა გადავწეროთ ესე იგი. შეგვიძლია რას დავაკვირდეთ, იცით? მეორე წილადი რომ იწყება აქ a კვადრატს minus 9 არის და ანუ a minus 3 ჯერ a plus 3-ად იშლება და რადგანაც პირველ წილადში 3 minus a გვაქვს, შეგვიძლია მეგობრებო აქ მინუსი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, იქნებოდა a-ს minus 3 თავიდანვე რომ დავაორგანიზოთ ასე ამოხსნა. აქედანაც გავიტანოთ მინუსი, იქნებოდა x minus 3 და ეს უარყოფითი რომ გამრავლდება შეიკვეცება და იდეაში რა დაგვრჩებოდა პირველი წილად რა იქნებოდა 3-ია შეფარდებული x minus 3 ჯერ a minus 3-თან ორივეგან მინუსი რომ გავიტანული ფრჩხილებს გარეთ ეს მინუსები ერთმანეთს შეკვეცდნენ. გამოკლებული ერთი შეფარდებული ეს დავშალოთ a minus 3 ჯერ a plus 3-ად და მოდი გავამრავლოთ ბარემ, ეს გაყოფა ხო შებრუნებულზე გამრავლება და ნიშნულში ჩამოვა აი ამის რიცხველი x minus a იქნება და ქვემოთ 3a გავაფრჩხილებს გარეთ და იქნება a plus 3. a plus 3 და a plus 3 ერთმანეთს კვეთს, ესე იგი როგორ გამოსახულებად დარჩება x minus 3 ჯერ a minus 3 გადასწორების გარეშე დავწეროთ a minus 3 გამოკლებული 3a შეფარდებული a minus 3 ჯერ
x მინუს a. აჰა. აი ეს. ალბათ კატეგორიის შესავალები არ მოგშვია. გავაერთ მნიშვნელიან ახლა ეს ორივე წილადი. პირველი წილადის მნიშვნელიდან ავიღოთ ყველა თანამამრავლი და მეორე წილადიდან ავიღოთ ის, რაც განსხვავებულია, ანუ x მინუს a. ავდგეთ ახლა და პირველ წილადის მნიშვნელზე თუ გავყოთ x მინუს a დარჩება და გამრავლდება 3-აზე, ანუ 3a ჯერ x მინუს a. ამას თუ გავყოთ მეორე წილადის მნიშვნელზე x მინუს 3 დარჩება და ანუ მინუს 3-ა გამრავლდება x მინუს 3-ზე. შემდეგ თუ გავხსნით ახლა ფრთხილებს მრიცხველში, ეს იქნება 3ax მინუს 3a კვადრატი მინუს 3ax და მინუს მინუსი პლუს 9. 3ax 3ax აბათილებს და იდეაში ჩვენ რა დავჭა? მრიცხველში დავჭა მინუს 3a კვადრატს პლუს 9a. მაგრამ ამათგან თუ მინუს 3a-ს გავიტანთ ფრთხილებს გარეთ, დარჩება a მინუს 3. მოდი მნიშვნელი ამ შემთხვევაში უკვე გადავწეროთ და ვნახოთ რა გამოვა. x მინუს a არის და შესაბამისად a მინუს 3 და a მინუს 3 ერთმანეთს შეკვეცენ და გვჩება მინუს 3a შეფარდებული x მინუს 3 გამრავლებული x მინუს a-ზე. კარგი, აბა რა დავჭა ახლა ჩვენ აი ეს წილადი ბოლო გამრავლება, ხო? აი ამაზე უნდა გავამოწმოთ. ესე იგი, ბოლო მოქმედება მინუს 3a x მინუս 3 ჯერ x მინუს a უნდა გავამრავლოთ ნიშნულში 3 არის და მოდი x კუბს მინუს 27 ეგ იგივე ხო x კუბს მინუს 3-ის კუბია და დავშოვდით კუბების სხვაობა. ეს არის ამ რიცხვების სხვაობა გამრავლებული ამავე რიცხვების არასრული ჯამის კვადრატზე, ხო? ასეთი ამბავი იქნება. აქ ხოთ გზო გამოსახულებას ვიღებთ იმედი არ შეგვიძლია, ხო? 3-ია 3-ას კვეთს, x მინუს 3 x მინუს 3-ს კვეთს და გვჩება მინუს x კვადრატს პლუს 3x პლუს 9 შეფარდებული x მინუს 100. უბრალოდ ავტორს ეს მინუსი აქ აქვს შეტანილი და ამ მინუსის x-ად აქვს გადაცემა. ნუ დავტოვოთ ასე. სწორი მივიღეთ. მოდით მე-15-ესაც შევტიოთ. რა გამოდის? მე-15 მაგალითი. აბა რა არის ახლა აქ? და მოდით რა ვქნათ, იცით? მე-15 მაგალითის აი გადაწერაში ახლა ამას რომ გადავწერთ, თან დავიცვათ ერთი და პრინციპში პირველ წილადს გასაყოლს მივხედოთ ჯერ. ხო, გადავწეროთ როგორ? a-1 ხარისხში არის ეს იგივე 1 შეფარდებული a-სთან. დავატოვებთ b-1 ხარისხში ეს არის 1 შეფარდებული b-სთან. შეფარდებული a-3 ხარისხში ეს არის 1 შეფარდებული a კუბთან. პლუს b-3 ხარისხში ეს არის 1 შეფარდებული b კუბთან. თუ რიცხვს ცალკე გავაერთმშრალიანებდით, მინიშნოს ცალკე და პრინციპში რა შეგვიძლია გავაკეთოთ, იცით? მოდი ასე შევხედოთ ახლა ამას. შეგვიძლია ასეც გავაკეთოთ. აი ეგ ხო არის იგივე 1 შეფარდებული a-სთან კუბში. ეს ხო არის იგივე 1 შეფარდებული b-სთან კუბში. მოდი ასეც გავაკეთოთ ახლა. ჯერ მინდოდა გამაერთმშრალიანებინა a პლუს b შეფარდებული a-b-სთან. რა თქმა უნდა, ასეც გამოდის. მაინც მოგვიწევს განსხვავების გაკეთება, მაგრამ მოდი ასეთ ფანდი ჩავატაროთ ახლა. აი ეს წილადები თვითონ რიცხვებად განვიხილოთ და ქვემოთ რა იქნება მაშინ? ჩვეულებრივად დაიშლება ხო მნიშვნელი კუბების ჯამად და ეს იქნება 1 მეაც პლუს 1 მე-ბედი გამრავლებული ამავე რიცხვების სრულ კვადრატზე, ჯამის სხვაობის, ხო? 1 შეფარდებული a კვადრატთან მინუს 1 მეაიდი გამრავლებული 1 მე-ბედზე, ანუ 1 შეფარდებული a b-სთან და პლუს 1 შეფარდებული b კვადრატთან. ასე. და ეს მთლიანად შეიკვეცება. ახლა ამან დიდად პრინციპში შემსუბუქება არ მოგვიტანა, რატო? იმიტომ რომ ახლა აქ ნიშნულში მაინც გასაერთმშრალიანებელია. საერთო მნიშვნელი იქნება a კვადრატ b კვადრატი. a კვადრატ b კვადრატი გაიყოფა a კვადრატზე არის b კვადრატი, b კვადრატი 1-ზე გამრავლდება b კვადრატია. ab გაიყოფა ab-ზე არის ab გამრავლდება 1-ზე მინუს ab. ნუ შესაბამისად აქ a კვადრატი იქნება ზემოთ 1. ახლა 1 რომ გაიყოფა ამ წილადზე, ანუ გამრავლდება მის შებრუნებულზე a კვადრატ b კვადრატი
შეფარდებული b კვადრატს მინუს ab პლუს a კვადრატი იქნებოდა, ხო? ну ასეთი ამბავი მივიღეთ მეგობრებო. იგი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ამის აღხსნა. და დავაკვირდეთ რას. ჩვენ რა გავაკეთეთ, ხო, აი მეორე წილადი. ესე ეგ არის პირველი მოქმედება და მეორე მოქმედება რა იქნება? ეს a კვადრატ b კვადრატი შეფარდებული b კვადრატს მინუს ab პლუს a კვადრატი. უნდა გავყოთ აი ამაზე, ხო? ანუ გავამრავოთ მის შებრუნებულს, ესე იგი, ნიშნულში იქნება a კვადრატ b კვადრატი, მაგრამ მრიცხველს რამე რომ მოუხერხოთ ახლა და მრიცხველში იქნება რა? ნახეთ, a კვადრატს და არ შემეშალა. რა შეშლია რა, ხო? არა, სულ თქვით. ანუ აქ რა იქნება? მრიცხველში, მოდი გავხსნათ თან, ჭხილი a კვადრატს მინუს 2ab პლუს b კვადრატი იქნებოდა. დამატებული ab. ასე, ეს a კვადრატ b კვადრატი a კვადრატ b კვადრატს შეგვეც. აქ რჩება b კვადრატს მინუს ab პლუს a კვადრატი გამრავლებული. აქ მინუს 2ab პლუს 2ab ეს არის a კვადრატს მინუს ab პლუს b კვადრატი, ხო? ერთთან და პრინციპში რა ხდება? შესაკრებთ, აქ იგივე არის, ხო? ახლა a კვადრატი და b კვადრატს ადგილები გაცვლილი აქვს, ან შესაკრებთან გადაგაცვლილი ჯამი არ იცვლება და რაც გვაქვს აქ პრინციპში გვაქვს აქ ნიშნულში. ანუ გამოვიდა, რომ მთლიანად ეს ამრავლი არის ერთი სტოლი. ასე მივიღეთ აქ. და რა გამოდის ახლა? ერთი უნდა გამოვრავა აი ამ რიცხვზე და ეგ იგივე რა არის -1, ანუ ხარისხში, ესე იგი 1 უნდა გამოვრავო, შეტრიალდებოდა ხო ეს რიცხვი ab შეფარდებული a კვადრატს მინუს b კვადრატთან და 1 რაზეც არ უნდა გამოვრავოთ, იმ რაღაცას მიიღეთ, ხო? იბათ ეს არის პასუხებში მოცემული. მოდი, მე-16 მაგალითს დავაკვირდეთ. რადგანაც აქაც -1-ებია ხარისხებში, ავდგეთ და გამოვიყენოთ ეს მომენტი, ანუ ახლა გავაკეთოთ რა, ეს -1-ები დავატრიალოთ, ანუ 1 დამატებული მარტო x-ი ადის, როგორც ვხვდები აქ -1 ხარისხში, ხო? ტოქჩხილი არა აქვს და ამიტომ a გამრავლებული 1 შეფარდებული x-თან. აქ ქვემოთ 1 მეაედი 1 x-ედი და მოდი, აი, პრინციპში ეს ჭხილი მთლიანად განვიხილოთ აი პირველ მოქმედებაში. აქაც გავაგრძელოთ მეორე ჭხილში 1 მეაედი მინუს 1 x-ედი და ქვემოთ ნიშნულში ახლა ამასაც მივხედოთ, ესა 1 a-ს აქვს, ხო? მარტო -1 ხარისხი გამრავლებული x-ზე მინუს a გამრავლებული 1 შეფარდებული x-ზე. ხო, საინტერესოა. მოდი ცოტა შევალამაზოთ ეს და ისე დავწეროთ. ახლა ესე გადავწეროთ, უცებ. ესე იგი 1 პლუს a შეფარდებული x-თან. მოდი, ასე. ქვემოთ 1 შეფარდებული ax-თან. გამრავლებული. ეს გადავწეროთ. არაფერი აქ შესალამაზებელი არ არის და აქ x-ი შეფარდებული a-სთან მინუს a შეფარდებული x-თან. კაი ბატონო. გავარკვევთ პირველი წილადის მრიცხველი x პლუს a შეფარდებული x-თან გამოვიდოდა 1 შეფარდებული ax-თან გამრავლებული. ამასაც გავაერთმშვილებთ მეორე წილადის მრიცხველს ეს ax-ი არის მნიშვნელოვნად და x მინუს a გამოდის. აქ მინუსი არ მოგვიჩვენოს. და ქვემოთაც ესაა x კვადრატს მინუს a კვადრატი შეფარდებული ax-თან. ახლა ამას გავყავთ, ამაზე მოდი აქვე, ანუ x პლუს a x-იც რომ გამრავლებ შებრუნებულზე, ხო, ანუ ax მე-1-ზე x-ები იკვეცება. აქაც ანალოგიურად ეს არის პირველი წილად. აი, მეორე წილადის შემთხვევაში x მინუს a x-იც რომ გამრავლებ შებრუნებულზე, ანუ ax-ი არის აქ რიცხვში და x მინუს კვადრატს მინუს a კვადრატი დაიშლებოდა შეუღრებულების გამრავლად და ასე შეიკვეცება, ანუ აქ ვიღებთ 1 არის რიცხვში x პლუს a არის მნიშვნელში, რა გამოდის? გამოდის, რომ ზემოთ რიცხვში აქ დაგვჭა პირველი წილადის, ანუ თავის a-ს ჩათვლით, ხო?
x პლუს a ჯერ a ერთედი, ქვემოთ ერთია, გამრავლებული, ერთი შეფარდებული x პლუს a-სთან. ესენი იკვეცება, მეგობრებო და აქ გამოდის a. კარგი. და მეორე მოქმედება. a გაყოფილი a ჯერ ერთი შეფარდებული x-ი და x minus a. ეგრე იქნება ამ ერთედი გამრავლებული. x minus a შეფარდებული a შეფარდებული x-თან. აი, მოდი ახლა დავაკვირდეთ, ეს ხო არ იგივე ამ ერთედი გამრავლებული. აი, ამ x-ზე გაყოფა იგივე არის, აი x minus a რომ გამემრავლები და მის შებრუნებაზე, ანუ x მეა x. შეგვეც, აქ x minus a-ს ერთი ეგულისხმება მნიშვნელად და დარჩებოდა x ჯერ x minus a. კი ბატონო, წესით მეტი რაც არაფერი არ არის და ეს იქნება საბოლოო სახე. თუ შეგვიძლია გავხსნათ x კვადრატს minus x-ი დავწერთ. მოდი მე-17 მაგალითში ვნახოთ. მე-17 მაგალითი საკმაოდ დიდის ჩანს. და მოდი ახლა ჩვენ ეს ჯგუფად, მოდი ჯერ ამ ნაწილს გავუმკლოთ, აი ამ ნაწილს და მერე გავაგრძელოთ განაჩენზე მუშაობა. ესე იგი, რა იქნებოდა ახლა აქ, ასე ვთქვათ, პირველი მოქმედება a minus c შეფარდებული a კვადრატს პლუს ac პლუს c კვადრატი. ეგ არაფერი აქ ხმარობლებად არ იშლება. ასოციაციურად უნდა მივხვდეთ, რომ ეს a კუბს მინუს b კუბის ნაწილი იქნება წესით. a კუბს მინუს c კუბის. ხოსორად. კაი, აქ -1 დავხარჯოთ და ეს გავამრავლოთ. თან ამოვატრიალოთ, ხო? a კუბს მინუს c კუბი და ნიშნულში იქნება a კვადრატ b მინუს b კვადრატ b c კვადრატი. მოდი ახლა აქ რა გავაკეთოთ? ესე იგი a მინუს c a კვადრატს პლუს ac პლუს c კვადრატი, ხო? ეს არის გაცრავად. ესე c კვადრატი. გავამრავლოთ. a კუბს მინუს c კუბი დავშალოთ მომრავლებად a მინუს c ჯერ a კვადრატს პლუს ac პლუს c კვადრატი. და ქვემოთ ახლა ეს ხო დაიშლებოდა, აი b გავაფრთხილებს გარეთ a კვადრატს მინუს c კვადრატი რჩება და თან დავშალოთ a კვადრატს მინუს c კვადრატი შეუღლებულების ნამრავი. ესე იგი, ეს ამას კვეთს, ეს ამას კვეთს და გვჩება რიცხვებში a minus c შეფარდებული b ჯერ a plus c-სთან. ნუ იყოს ესაა პირველი მოქმედება. ახლა მეორე მოქმედებაში მოდი ჯერ გავამარტივოთ, აი ეს გავამარტივოთ კი არა, საერთო ნიშნელი მოუძებნოთ. საერთო ნიშნელი ამ გამოსახულების იქნებოდა a minus c ჯერ c. გავყოთ a minus c-ზე არის c ჯერ c კვადრატი. გავყოთ ეს ყველაფერი ერთზე და აქ იქნება დამატებული a minus c ჯერ c და გავყოთ ეს ყველაფერი c-ზე იქნება მინუსით 1 პლუს c გამრავლებული a minus c-ს. ასეთი ამბავი. c კვადრატს პლუს a ჯერ c ac მინუს c კვადრატი. გავხსნათ ჩხილი, მოდი ასე ვქნათ. მინუსი დავტოვოთ ჩხილის გარეთ და თან აი ეს ჩხილი წესიერ გავავლოთ e ჯერ a e ჯერ მინუს c c ჯერ a ac c ჯერ მინუს c კვადრატი. ასე a მინუს c ჯერ c იქნება. მოდი შევალავაზოთ ახლა. ნახეთ, ეს უარყოფითი c კვადრატია. მინუსი ეს დადებითი c კვადრატი, ანუ გააბათილებდნენ ერთმანეთს. პრინციპში შორს წავიდი აქ c კვადრატს აკდებოდა c კვადრატი. აქ არ აუშვებს. ნახეთ, აი ეს ac მინუს ac-ს ანუ მინუს ac-ს გააბათილებდა და რა მრჩება? ზემოთ რჩება c კვადრატი მინუს a მინუს ანუ პლუს c. ქვემოთ რჩება, მეგობრებო, უბრალოდ a minus c ჯერ c. აი ნახეთ ახლა
ამაზე ხო უნდა გაიყოს ეს გამოსახულება, ანუ მესამე მოქმედება მოდი იყოს აი ეს უნდა გავყოთ, ესე იგი c კვადრატს მინუს a პლუს c შეფარდებული a მინუს c ჯერ c გაყოფილი აი მეორე წილადზე, ანუ ეს არის გამრავლებული შებრუნებულს ესე bc შეფარდებული და აქ რომ ჩხილი გაგვეხს და ნახეთ c ჯერ 1 c პლუს c ჯერ c კვადრატი მინუս a მივიღებთ ზუსტად იგივეს რაც a. უბრალოდ შესაძლებელია გადანაცვლება. c c სკვერს და დაგვრჩა b შეფარდებული a მინუს c-სთან. ანუ ესეც დავამთავრე. აჰა, ესე იგი, ნახეთ, ეგ არის პირველი წილადი, ან პირველი ნაწილის მოქმედების შედეგი, ეს არის მეორე ნაწილის მოქმედების შედეგი და ესენი ერთმანეთზე არის გასამრავლებელი, ხო? ანუ a მინუს c შეფარდებული b ჯერ a პლუს c-სთან უნდა გავმრავლოთ b შეფარდებული a მინუს c-სთან. b სკვერს, a მინუս c c სკვერს და რიცხვებში 1 დავჩა, მნიშვნელში a პლუს c. ეს იქნებოდა მეგობრებო მე-17-ის პასუხი. კი ბატონო, ასე არის. კარგი. მოდი მე-18 რას აპირებს? ახლა ნახეთ, აი დიდ ფჩხილში ვართ, მაგრამ ეს ხომ, აი ეს თვითონ დაიქნებოდა ამოტრიალდებოდა y-x იქნებოდა x ხომ კვადრატი, ხო? მინუსი ამაზე დაიხარჯებოდა და იდეაში ეს არის რა x მინუს y-x მინუს x-ის კვადრატი შეფარდებული x-ის კვადრატთან. მოდი მასე დავწეროთ ახლა პირველი მოქმედება, ხო? y მინუს x-ის კვადრატი შეფარდებული x კვადრატთან და გამოკლებული ეს დიდი გამოსახულება რა. აქ არის და მოდი რა ვქნათ ახლა იცით მეგობრებო, თან მოდი გავშალოთ ეს დიდი გამოსახულება. როგორ მნიშვნელი დავშალოთ მომრავლებად x-ი გავაფრთხილებს გარეთ და x მინუს y-ია და მრიცხველში აი აქ ესეთ უნდა ვიცნოთ ხოლმე ასეთი სიტუაციები ხო ეს ორ წევრია ანუ რაღაცის კვადრატს აკდება რაღაცა მომრავლებად არ არის დაშლილი მაგრამ აი უნდა იცნოთ ხოლმე რომ ეს იშლება მომრავლებად როგორ ეს ხო იქნება x კვადრატს პლუს 2xy პლუს y კვადრატი მინუს 4xy კი ბატონო და ნახეთ 2xy რომ გამოვაკდება 4xy ხო არის მინუს 2xy კი ანუ ფაქტობრივად რჩებათ რიცხვაში x კვადრატს მინუს 2xy პლუს y კვადრატი და ეგ x მინუს y-ის კვადრატი არ არის მეგობრებო კი ბატონო ანუ ფაქტობრივად აქ რა გვაქვს ჩვენ აქ გვაქვს x მინუს y-ის კვადრატი შეფარდებული x-ჯერ x მინუს y-თან ეს იკვეცე ანუ რა დაგვრჩა ჩვენ ასეთი რაღაც y მინუს x-ის კვადრატი შეფარდებული x კვადრატთან გამოკლებული მეგობრებო ზემოთ არის x მინუს y დარჩა ქვემოთ x მოდი გავაერთო შრომია საერთო მნიშვნელი არის x კვადრატი x კვადრატი გაყოფილი x კვადრატზე 1-ია 1-ჯერ აი ეს ისევ თავისი რიცხველი დარჩებოდა მაგრამ მოდი გაშლილად დავწეროთ y კვადრატს მინუს 2x პლუს x კვადრატი ეს გაიყოფა x-ი არის x-ი გამრავლდება ნახეთ მინუს x მინუს y-ზე გამრავლდებოდა x. მოდი გავშალოთ ახლა აქ ისევ ჩხილები y კვადრატს მინუს 2y-x პლუს x კვადრატს მინუს x კვადრატი მინუს პლუს ხო მინუს პლუს x-y რა დაგვრჩებოდა მეგობრებო x კვადრატები აბათილებენ ერთმანეთს და ზემოთ დაგვრჩა y კვადრატს 2y-x 1 ცალი x-y გამოვაკდება მინუს x-y დარჩება შეფარდებული x კვადრატთან. ну ეს არის მეგობრებო აი კიანად პირველი ფრჩხილი და ეს კვადრატში ადის არ დაგვაუწყდეს ანუ y-ს მინუს მეორე მოქმედება დავწეროთ ახლა x-y შეფარდებული x კვადრატთან ეს ადის კვადრატში. ოხო, გამრავლებული 5x4 ხარისხში და ნახეთ ახლა აქ ქვემოთ რა არის. თუ y კვადრატს გაიტანთ ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებში დაგრჩებათ x კვადრატს მინუს y კვადრატი. აი, მოდი ახლა ასე. წილადი ავახარისხოთ. ცალ-ცალკე ნიშნელი ავახარისხში x4-ია და რიცხველი ხო y რომ გაგვეტანა ფრჩხილებს გარეთ ხო იქნებოდა y ჯერ y 1 მინუს x, ხო?
არა, y კვადრატია, ხუთში. y გავიდოდა ჩხილებს გარეთ, გვექნებოდა y მინუს x და რადგან კვადრატში ავიდოდა, ესე იგი ესეც კვადრატში იქნება, ესეც კვადრატში იქნება, ხო? თითოეული თანამამრავლე ავიდოდა კვადრატში. გავრავლებული 5-ჯერ x-4 ხარისხი და აქ იქნება y კვადრატი. მოდი დავშალოთ ახლა x კვადრატს მინუს y კვადრატი, x მინუს y-ჯერ x პლუს y. აბა რა გამოდის? x4-ს კვეთს y კვადრატი, y კვადრატს კვეთს და ეს იგივე ხო არის მეგობრებო x მინუს y-ის კვადრატი. კი. აქ 1 დარჩა მნიშვნელში, აქეთ 5 შეფარდებული x მინუს y-ჯერ x პლუს y და შესაბამისად მეგობრებო ეს და ეს შეიკვეცებოდა და აქ იქნებოდა 5-ჯერ x მინუს y შეფარდებული x პლუს y-და. ესეთ კი ბატონო, ასე დარჩებოდა. კარგი, ხოდი, შევტიოთ ახლა 19-ესაც. თან გადავწეროთ ეს მინუს 1-ები, როგორც უნდა სტანდარტულად წილადი სახით ჩავწეროთ. ეს სვადიანი გამოსახულებები, ანუ x პლუს 1 შეფარდებული y-თან x დამატებული z გამრავლებული და ჭრილსა მთლიანად ეს ხარისხი 1 შეფარდებული 1 პლუს yz, ასე. მოდი ჯერ მაშინ ამ პირველ წილადს მივხედოთ, აი ამ პირველ წილადს ამას მივხედოთ აქ. ეგ იქნება yx პლუს 1 შეფარდებული y-თან, რიცხველი რომ გაერთმშრალიანდებოდა, ნიშნული რომ გაერთმშრალიანდებოდა 1 პლუს yz არის მეგობრებო და ეს იქნებოდა 1 პლუს yz პლუს z, ასეთი ამბავი და ესე იგი ეს რომ გაიყოფოდა ამაზე, რა იქნებოდა ესე yx პლუს 1 შეფარდებული y-თან გამრავლდებოდა შებრუნებულზე, ანუ 1 პლუს yz შეფარდებული 1 პლუს yz პლუს z-თან, აქ აზრი არ აქვს ახლა. იმას გაკეთებას ეს ასე დარჩება, ხო? და რა უნდა მოხდეს? ეს ხო პირველი მოქმედებაა და მოდი პრინციპში რას ვიზამ ახლა მედი არ გაგვიწყდებით, პირდაპირ აი ამას, მოდი ასე დავკეტავ, გამოვაკლოთ აი ეს. ახლა რატო ვაკეთებთ ასე? არც არაფერი არ არის პრინციპში დასამუშავებელი, მეგობრებო, ხო? ხო შემეშალა. მოხეც კოდი უი, რა თქმა უნდა. აი ეს აქ 1 პლუს y-ზე რო გაერთმშრალიანდებოდა, x-ზე ხო გამრავლდებოდა. აი ის უნდა გამრავლებულიყო x-ზე და იქნებოდა x დამატებული xy-ზე. და მერე პლუს z-ია. თვითონ. ნუ აქაც. მაიც ყურადღება გამგვიჩინე. xy-z პლუს z. და ხო, ანუ რა მუღამი აქვს ახლა? აი რომ აკლდება მეორე წილადი. ჰაფერი მუღამი არც აქვს. პრინციპში აი ეს ნიშნელი, ეს ნავრავლი იქნებოდა და ეს ნიშნელი ერთი და იგივე არ გამოდის. კი ბატონო. ანუ საერთო ნიშნელი იქნებოდა y-ჯერ xyz პლუს x პლუს z. და რიცხველი მაშინ ამის ეს ნავრავლი, მოდი გადავამრავლოთ. გამოაგდებოდა ნავრავს ერთად. xy გამრავლდება 1-ზე. xy-ია. xy გამრავლდება yz-ზე და ეს არის xy კვადრატ z. 1 გამრავლდება 1-ზე და 1-ია. 1 გამრავლდება yz-ზე და yz-ია და გამოკლებული 1. აი ესეთი ამბავი იქნება. ერთები აბათილებენ ერთმანეთს და აი რა დარჩა აქ? y-ს თუ გავიტანო ჭრილებს გარეთ, დარჩებოდა x პლუს აქედან y რომ გავა xyz, აქედან yz-დან y რომ გავა z და შეფარდებული xyz პლუს x პლუს z-თან, მაგრამ შეხედეთ, ეს ერთი და იგივე არ არის y-ებიც და ეს ფრჩხილებიც, ანუ შეფარდება გამოვიდოდა ერთი სწორი. კარგი. მეოცე. რა უნდა მეოცე მაგალითს. აბა დავაკვირდეთ მეგობრებო.
ესე იგი 1 მინუს 1 შეფარდებული 2 პლუს 1 შეფარდებული 3 მინუს 1 შეფარდებული x-თან. ნუ რა თქმა უნდა, ჯერ ქვემოდან გავყვეთ ახლა და ეს შევალამაზოთ. ნუ ანუ ეს იქნებოდა 1 მინუს 1 შეფარდებული 2 პლუს 1 შეფარდებული აქ არის x-ი 3 მინუსში 3x მინუს 1 იქნებოდა მე მინუს 2 პლუს და ეს ახლა ეს ამოტრიალდება ხო? 1 რომ გაიყოფ ამაზე x-ი შეფარდებული 3x მინუს 1-თან. ახლა ამას შევალამაზებთ, ეს არის 1 გამოკლებული 1 შეფარდებული და საერთო მნიშვნელი იქნებოდა 3x მინუს 1 და ნუ ეს 2 ჯერ 3x მინუს 1 პლუს x-ი. მე 1 მინუს 1 რომ გაიყოფოდა ამ წილაძეს ამოტრიალდებოდა და რიცხვებში იქნებოდა 3x მინუს 1, მნიშვნელში იქნებოდა რა? 2 ჯერ 3x ანუ 6x გამოკლებული 2 ჯერ 1 ანუ 2 დამატებული x-ი. და ეს არის დიაში 7x მინუს 2. და ახლა ეს რო გაერთმშველიანდებოდა, დავწეროთ. 7x მინუს 2. sorry, ეს რო გაერთმშველიანდება 7x მინუს 2, აქ 1-ზე გამოვდება, ანუ 7x მინუს 2-ს გამოკლებული 3x მინუს 1 და შესაბამისად ჩვენს რომ გავხსნით, იქნებოდა 4x მინუს 2 მინუს პლუს 1 ანუ მინუს 1 შეფარდებული 7x მინუს 2-თან. იმედია, სწორად დავწერთ. კი ბატონო, სწორი. ახლა ჩვენ 21 ნომერი, ანუ 70 ამ ნომერში აბერტის დაგვრჩა ეს მოდულიანი გამოსახულებები შემცველი გამოსახულები გარდასაქმელი. ახლა ფიქრობ, ხო არ დავალებოთ საერთოდ ამას თავი, იმიტომ რომ ძალიან ადრეა ჯერ ჩვენ ახლა მოდულიან გამოსახულებებზე ვიმუშაოთ. ან მოდულიან გამოსახულებებზე მუშაობის იდეა ის არის, რომ ჩვენ მოდულის გარეშე როგორ ჩავწეროთ აი ეს წევრები და მოდულის გარეშე ჩაწერა მოითხოვს მეგობრებო იმის გათავისებას, რომ m-ის მოდული, რიცხვის მოდული, ცვლადი, როდესაც არის მოდულში. როგორ წარმოვადგინოთ, აი ეს ფლიანად ცვლადიანი მოდული, ამ მოდულის ჯოხების გარეშე. და მოდი, ვაჯობებს ალბათ აი ეს გამიხილოთ ეს მაგალითები ოღონდ გავაგრძელოთ მეორე ვიდეოში, გავაცხოთ ეს ისედაც დიდი ვიდეო გამოგვივიდა და მოდი ახლა დროებით დავამშვიდობოთ ერთმანეთს და მომდევნო ვიდეოში გავაგრძელოთ ამ ორი მაგალითის გარჩევა. აბა, დროებით.